ესე იგი ეპიზოდი 10 და ანუ მე-11 ეპიზოდი. გიო, შეგიძლია გააკეთო ინტრო. ოკეი, დღეს ყავს სტუმრად ლევანი, CoinSwap-ის ფაუნდერი და ზოგადად მაგარი ინჟინერი და ჰაკათონების დამამარცხებელი. ეს იმედია მოგვიყევა მაგაზეც. კრიპტოზე არ მქონია ხო? ანუ ისეთი ეპიზოდი, სადაც აი heavily კრიპტოზე საუბრობთ. თუ დღეს ალბათ AI-ის თემას შევეხებით, მაგრამ აი სადაც არ გვისაუბრია კრიპტოზე. რამე დისკლეიმერები გვინდა? რომ არ იყიდოთ კრიპტო, არ იყიდოთ შეხოინები. უბრალოდ რაღაცები. აქ რასაც მოისმენთ, არაფერი არ არის ფინანსური რჩევა. დილეტანტური ისინია როგორც ფინანსურ რჩევებს ისაც არ ვიცლები ხოლმე, როგორც წესი, ვიღაცები რომ ეკითხებიან რომ აი რა ვქნათ ვიყიოთ, ანუ მე ტექნოლოგია მაინტერესებს და არა ეს ტრეიდინგის სტადიც ვები იპოვეთ. აი ჩემი პასუხი. ანუ შემოხვედი აქ და რა კოინი გეყიდა რომ გაინტერესებდა, შეგიძლია ჩახურო ეს პანჯარა. იმავე მაგას მიმართავ ხო? ეგეთ რჩევები არ იქნება. არც ერთ შემთხვევაში არ იქნება, იმიტომ რომ ანუ პირადი პრეფერენსები როგორც წესი არ ემთხვევა ხოლმე რაღაცა მაინდა-მაინც ფინანსურად მომგებიან პრეფერენსებს და ანუ საინტერესოა პირველად ის რო ახსენე, ანუ შენთვის ტექია საინტერესო, აი როდიდან დაგაინტერესა, როდის იყო პირველი შენი შეხება კრიპტოსთან და ბლოკჩეინ ტექნოლოგიებთან? ფეშად 2018 წელს ალბათ. სადაც ICO-ების ბუმი იყო ერთი პერიოდი, მაშინ რაღაც პროექტების მოკოქოლცადე დამოუკიდებლად რაც მაინდა-მაინც დიდი წარმატებით არ დასრულებულა. არ ქონა მაგდროისთვის როგორც ჩანს საკმარისი არც გამოცდილება და არც გარემო. და იგივე 2018 წელს 2019-ის დასაწყისში დავიწყე ერთ-ერთ ამერიკულ კრიპტო პროექტთან დეველოპერად მუშაობა. და მანდიდან უფრო კარგად ჩავძვერი კრიპტო ამბებში და მე მგონი ეს პერიოდის მერე არც შემიწყვეტია იდეაში blockchain development-ის მიმართულებით მუშაობა. სწორედ არ მქონია მეტიც თუ რამე პროექტზე მიწევს მუშაობა, მისჩევნია რომ კრიპტო პროექტების კენ წავიდე ვიდრე ტრადიციული ფინანსებისკენ ან რაღაცა სხვა ბიზნესებისკენ. ოკეი, ანუ ჩვენ ციდიაში ყოველ შემთხვევაში მეც ეგეთ იმაში გავდიო, რომ ტექნოლოგიურად უფრო მიწდავს ეს, მაგრამ თითქოს ესეთი შეგრძნება რჩება რა, რომ როგორც ის ადამიანს ომოს ესე პულსზე არ უდევს კრიპტო ინდუსტრიის ხელი, რომ ანუ კრიპტოსგან რაც იყო ძალიან დიდი ავანსები, ასე ვთქვათ, გაცემული და რაზეც ხალხი ჩამოდიოდა თითქოს სონს, რომ killer feature-ები იყო, მაგალითად დეცენტრალიზაცია და DeFi და ასე შემდეგ. ანუ ესენი თითქოს რაღაც გაქრა რაღაც დონეზე და დარჩა რამდენიმე ძირითადი use case, რომელიც შეიძლება ან თვითონ კრიპტოს core-ში არც იყო რა, ანუ აი ეს მაგის სული რა. ერთი არის თქვა Bitcoin, რომელსაც ახლა დროებით გვერდზე გადავდებ, მაგრამ აი რადგან თან CoinSwap-ის ფაუნდერი ხარ, ვიტყოდი რომ ანუ stable coin-ები არის ალბათ ერთ-ერთი მთავარი გამოყენება დღეს კრიპტოსი, რომელიც ანუ ხალხს რომელსაც ყოველდღიური შეხება არ აქვს კრიპტოსთან, ამის ტრეიდერი არა, შეიძლება გამოიყენოს რა და ტრადიციული კომპანიებიც რა, როგორც მაგალითად Stripe არის, ანუ Stripe-მა ცოტა ხნის წინ მოგონდა acquire რაღაცა ეგეთი stable coin-ების პლატფორმა და ანუ ეგ მაინტერესებს ჯერ მაგაში თუ მეთანხმები რომ აი ეგ არის ამ წუთას თავი use case პირველ რიგში და მერე ზოგადად ის მაინტერესებს აი თვითონ CoinSwap-ზეც მოგვიყევი საერთოდ რა არის ხა მაყურებელმა არის შეიძლება ზოგმა stable coin-ც არის რა და მაგაზე ვისაუბროთ. ოკეი. პირველ რიგში თან გეთანხმები, თან არ გეთანხმები რა, ანუ მან რაღაც ბევრი სხვადასხვა მიმართულება გვაქვს დღესაც კრიპტოში მათ შორის, ხო?
პირველი ის უნდა ვთქვათ, რომ ადამიანებს ყოველთვის უფრო ისაინტერესებთ რაღაცა ტექნოლოგიური პროდუქტისგან რამდენ ფულს იშოვიან, ვიდრე ამ ტექნოლოგიის უკან რა დგას. ხო ეგრე, ანუ თუნდაც იგივე რაღაცა ნებისმიერ სხვა ტექ მიმართულება რო აიღო რაღაცა AI რო ავიღოთ, AI-ს უყურებთ არა AI-ს უკან რა დგას და საითმა განვითარდეს, არამედ როგორ გამოვიყენოთ AI იმისთვის, რომ დღეს ვიშოვოთ უფრო მეტი ფული. შესაბამისად კრიპტოც იგივეა, ხო? ანუ გვაქვს რაღაცა კარგი ტექნოლოგიები, გვაქვს შტიცი ტექნოლოგიები, მათ შორის კრიპტოში და გვაქვს რაღაცა მიმკოინების რაღაცა ბუმები, სადაც ტრამპ კოინებს და მელანია კოინებს ხიბლობენ ტიპები და გონიათ რომ მილიონერები გახდებიან. რეალურად ეგ მაგას ორი მხარე აქვს, დადებითი მხარე ისაა, რომ უფრო მეტი ადამიანი შემოდის, ზოგადად ეცნობა ტექნოლოგიას და უარყოფითი ისაა, რომ ძალიან ბევრს აქვს არასწორი მოლოდინები. მაგის კაი მაგალითი არის, მაგალითად, რამდენიმე წლის წინ თუ გახსოვთ, სტეპენის ბუმი რო იყო, ბოტასებით თუ დარბოდნენ ხალხი. როგორ არა გას. და რეალურად მან შინაარსობრივ ნაწილისთვის არავის არ მიუქცევია ყურადღება, ხო? ანუ ადამიანებს ეგონათ, რომ ირმედნენ და რაღაცა დოლარს მიიღებენ, დოლარები შევიდა ციდან. მაგრამ მე შინაარსობრივ ნაწილს რო დაუფიქრდე მაგისას, უცებ აღმოჩნდა, რომ ამ ბევრმა ადამიანმა ჩვენ გარშემო უცებ აღმოაჩინა, რომ არსებობს რაღაცა NFT-ები, არსებობს რაღაც საფულეები, სადაც 12 სიტყვა უნდა შეინახო და არავის არ უნდა გაუზიარო. უცებ აღმოაჩინეს, რომ არსებობს USDC, რომელიც დოლარი არის, რომელსაც ვისაც გინდა როგორც გინდა გადაურიცხავ და რამდენიმე წამში ირიცხება. ანუ ბევრი ისეთი რაღაცა აღმოაჩინეს, რომელზეც მანამდე წარმოდგენა არ ქონდათ რა. ეხლა რო გეთქვა ვიღაცისთვის NFT რა არისო, შეიძლება ეხლაც არის ბევრი ადამიანი, ვინც ბოტასები თემაზე დარბოდა და დღესაც არის ეს NFT რა არის. არა და თავის დროზე რაღაც რამდენიმე ასეული ან 1000 დოლარი აქვს გადახდილი რაღაცა კონკრეტულ NFT-ში. მაგრამ აი ნაწილი რა არის მაგის, რომ მე უყურებ მაგას როგორც რაღაცა JS-ს როგორც დეველოპერი, მეორე რიგში როგორც რაღაცა პოტენციური რაღაცა ფაუნდერი რაღაც კრიპტო პროექტებისა. კარგი ის არის, რომ ამ ადამიანებს უკვე რაღაც ქვეცნობიერში აქვთ გამჯდარი, როგორ უნდა გამოიყენონ მაგალითად რაღაც კრიპტო საფულე. იმიტომ რომ უწევდათ მაგის გაკეთება და რაღაც მიეჩვივნენ რაღაც პონტში რა. ანუ ისეთი ადამიანები რაღაცა ბირჟაზე რო იდგნენ რაღაცა ერთი კვირის წინ და მერე რაღაც ბოტასებით დარბოდნენ, იმ ადამიანებმა სირბილამდე გაიარეს ის გზა, რომ წავიდნენ USDC იყიდეს, მერე NFT-ს ბინტს დააჭირეს ხელი და მერე რაღაც კლეიმებს აჭერდნენ ხელს რა. ანუ ეგ კარგია, იმიტომ რომ რაღაცა ამ პერიოდის მერე კიდე რაღაცა ეგეთი თემა play to earn შეიძლება არ იყოს, მაგრამ რაღაც სხვა იყოს. კიდე რაღაცა ეგეთი თემა გამოჩნდება და ამ ადამიანებს უკვე აქვთ რაღაცა მინიმუმ მეხსიერებაში რაღაც ქვეცნობიერში ჩარჩენილი ის ქმედებები, რაც უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ეს პროდუქტი გამოიყენონ რა. უცებ play to earn-ს თქვი ორი სიტყვა, რომ იდეის პოტენციალიც კაინდა. ხო, play to earn-ის მუღამი რა არის, რომ შენ რაღაცა თამაშს თამაშობ და სანაცვლოდ იღებ ვირტუალურ აქტივებს, ან რაღაც ტოკენებს. როგორც მაგალითად რაღაც ჩვეულებრივ თამაშებში არის რაღაც World of Warcraft-ს თამაშობ და gold-ს რაღაცა იღებ, რაღაცა ოქროს მონეტებს რო იღებ, ისიც play to earn-ია, უბრალოდ განსხვავება ის არის, რომ რეალურად იმ ოქროს თამაშშივე გადაცვლა და რაღაცა საბოლოო ჯამში ჯიბეში დოლარის ან ლარის ჩადება, გაცილებით რთული და არა მომხმარებელზე მორგებული გზა არის. play to earn თამაშების მუღამი ის იყო, რომ შენ გაძლევდა რაღაცა ტოკენებს, როგორიც იქ იყო რაღაც ის goldi, რომელიც შეგეძლო წაგიღო ბირჟაზე და გაგეყიდა. და Blizzard-ს ქონოდა. Blizzard-ს ქონოდა goldi-ს withdrawal-ი ქონოდა. ხო. ანუ იცი ადამიანი ხო აკეთებდნენ მაგას ისედაც რა, რაღაცა მე ახსოვს Lineage-ს თამაშობდი ძირითადად და იქ რაღაცა
ხმლებს და რაღაცებს აპგრეიდებდნენ და მე როგორ ვიყიდნენ. არა, კი, გაცხრა გამოსვლა ძალიან აქტიური ის პროცესი. ანუ რეალურად ეგეც play to earn იყო, უბრალოდ ეგ თამაშები არ იყო მორგებული იმაზე, რომ შენ წასულიყავი და ეგეთი რაღაცები გეკეთებინა შიგნით რა, ანუ თამაშს გარეთ გიწევდა ყველაფერს კეთება, play to earn-მა რაც მოიტანა, არის ის, რომ უბრალოდ თამაშში მეგაქვს მაგის საშუალება, რომ რაღაც მარკეტზე დალისტო გასაკიდებში ბოტასი და ასე შემდეგ. და ეგ გარკვეულწილად კარგია იუზერებისთვის, იმიტომ რომ რაღაცა თამაშს გარეთ როცა აკეთებ მაგას, დიდი ალბათობაა იმისი, რომ გაისკამები ან ვიღაცა დაგფროდავს, ან გადაგაგდებს რაღაცა ფორმით. play to earn თამაშებში გაცილებით მარტივი მექანიკა აქვს მაგ ყველაფერს რა. ერთი რა ვიკითხო მეც. ანუ ამ თემაზე არის. აი ხარ რადგან ამ ბოტასზე საუბრობდით. საერთოდ ახლა ცოტა გამხრივი ჯობს და ანუ საერთოდ ტექსში საერთოდ არ ვიყავი კარგად მაგ დროს და ანუ ბოტასი ერთ პერიოდი მართლა ბოტასი მეგონა ანუ ფიზიკური ბოტასი მეგონა რომ მეგონა რომ მაგას ყიდულობდი რა anyways ანუ ის რა მაინტერესებს აი ეს რაღაც ახალი თქვა რაღაცა ბლოკჩეინზე რო იქნება ხო ახალი ეკონომიკა თუ ტოკენომიკა ესე რო იძახიან მე ამ ტოკენომიკაზე შენდება რაღაცა real life use case-ი თამაში ან რაღაცა API ან რაღაცა რა და მე ეს ხალხი რო იწყებს ამ ბოტასის ცირბილს. ამ ხალხის ინტერესი ხო იყო მე რომ თქვა რეალური ბენეფიტი ენახა, ანუ იმ შემთხვევაში მე მგონი დოლარებში ცვლიდნენ რა. ანუ რაღაცნაირად შეგიძლია რომ ანუ ეს პროცესი მოგვიყვე საერთოდ ნოლიდან ეს ხალხი როგორ აშენებს ამ რაღაცა ეკონომიკას, რაც ღირებულების მომტანია სხვებისთვის რა. როგორ ხდება ეს პროცესი? ეკონომიკის ლექცია. ანუ იდეაში მოთხოვნა ზუსტად, ანუ რაღაცა intrinsic values, რასაც ვეძახით, ანუ რაღაც თავისთავადი ფასი, ზოგადად არაფერს არ გააჩნია ამ სამყაროში, არც ოქროს, არც ბიტკოინს, არც წყალს, არაფერს არ გააჩნია არანაირი ფასი, თუ არ არსებობს აქტიური ბაზარი. ანუ შენ რამდენი ოქროს არ უნდა გქონდეს, თუ იმას მყიდველი არ ყავს, შენ ოქროს ფასი არ აქვს. ეს რაღაცა ჭამას არ დაიწყებ მაგ ოქროსი. იგივეა ბიტკოინზეც, ანუ ბიტკოინზე რეალურად მოთხოვნა რომ არ იყოს დღეს, ბიტკოინის ფასი იქნებოდა 0. ეხლა მოდი ბოტასების ამბავზე რომ გადავიტანოთ, ანუ ბოტასების სტეპენის მუღამი რა იყო? სტეპენის მუღამი იყო, რომ ვიღაც ადამიანებს შეეძლოთ გადაეხადათ Solana, მიეღოთ NFT, ამ NFT-ით მერე ამ NFT-ის საფულეში ქონა იყო იმის წინაპირობა, რომ რო იბლიდნენ ან ირბენდნენ ან რაღაცას იზამდნენ. მიიღებდნენ რაღაცა სხვა ტოკენს, რომელიც ასევე გამოიყენებოდა თამაშებში. ანუ თამაშებში რა თამაშში. და ასევე შეიძლებოდა იმის გადასვლა USDC-ში, რაც ტექნიკურად დოლარი არის. ანუ ეს არის რაღაცა ძალიან გამარტივებული ფორმა ტოკენომიკის, როგორც იყო მოწყობილი სტეპენი. ეხლა რა მოხდა? თამაშის დასაწყისში, საწყის პერიოდში ადამიანებმა რომ დაიწყეს ამ ბოტასების დამინტვა და მე ამ GMT-ს თუ ხო GMT ერქვა მე მგონი, გამომუშავება ამ ტოკენის ფასი იყო მაღალი. იმიტომ რომ უფრო მაღალი იყო მოთხოვნა, ვიდრე იყო ბაზარზე ეს GMT გასაკეთად გამოტანილი. და ასევე იგივე ხდებოდა ბოტასებზეც, ანუ ახალი ბოტასი ეს ჰაერიდან არ მოდიოდა რა, ანუ ვიღაცას უნდა ქონოდა არსებული ბოტასები და რაღაცა ახალი უნდა შეექმნა იმისგან. შესაბამისად დასაწყისში ბოტასებზე მაღალი მოთხოვნა იყო, ამ GMT-ზეც მაღალი მოთხოვნა იყო, იმიტომ რომ ცოტა პატარა user base იყო შედარებით, თუ შევადარებდით რაღაც newcomer-ებს, ახალ ტიპებს და ადამიანებმა ჩათვალეს, რომ ეგ არის დაეცათ რაღაცა სასწაული მოხდა და კი ტურზი დაეცათ და აშენდნენ და სირბილით ბევრს იშოვიდნენ და მე მოყვა ამას ის, რომ ეს სიტუაცია შეტრიალდა და აღმოჩნდა, რომ მიწოდება უფრო მაღალი იყო, თან გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე მოთხოვნა იყო ახალ ბოტასებზე, ან რაღაც ამ ტოკენის ყიდვაზე და მაგას მოყვა მე ის კრაში, რაც მოყვა. ანუ რაღაცა ძალიან სწრაფად გაუფასურდა ის ბოტასებიც, გაუფასურდა ტოკენიც. ანუ პირდაპირ აქ კრიპტო არც არის შუაში რაღაც დონეზე, იმიტომ რომ
საერთოდ არ პირამიდის იყო სქემა საერთოდ. იყო, ხო? ზუსტად ანუ საქართველოში მაგას ეგრე ვერ შევადარებ, რომ პირამიდის სქემა იყო რა, იმიტომ რომ პირამიდას აქვს რაღაცა რამდენიმე ისეთი მახასიათებელი, რომ მაგალითად პირველი კითხვა, ვინ იღებდა ბენეფიტებს ამ ოპერაციებიდან. ანუ პირამიდის სქემის ფუნდამენტური თვისებანი, რომ ვიღაცა უნდა იღებდეს. ხო, ბენეფიტებს უნდა იღებდეს რაღაც სასახად, ხო, ვიღაცა ტიპი. თავიდან ხო ქონდა იმ თქვათ, ვინც შექმნა ეს, იმას ხო ქონდა ტოკენების ალოკაცია, რომელსაც თავიდან მარტო თვითონ ყიდდა და რა თქმა უნდა, ალბათ ფაუნდერებმა დააკავშირა. არ გაუკავშირებთ საქმეს მაგაში არის, ანუ იდეაში ეგ ბლოკჩეინის ის არის ძალიან დიდი პლუსი, რომ ძალიან გამჭვირვალე არის ვინ რა დააკეშაუთა და რა არ დააკეშაუთა რა. ანუ დღესაც არსებობს ეგ პროექტი, ანუ ეგ არის ხოლმე კიდევ ძალიან დიდი misconception-ი, ანუ რაღაც გაუგებრობა სტეპენის პროექტზე, ანუ არ მინდა რომ ადვოკატი გამოვიდე, საერთოდ არ ქონია ბოტასი და არც მირბენია. თემა ის არის, რომ ეხლა რომ აიღო და სტეპენით იარო ყოველ დღე უფრო მეტს გამოიმუშავებ, მიუხედავად იმისა, რომ კრაში იყო, ვიდრე რო აიღო რაღაცა ოდნავ ძველი ბიტკოინის მაინერი და რო ჩართო. ანუ დოლარ values უფრო მეტს მიიღებ სტეპენისგან დღესაც კი, ვიდრე რაღაცა ძველი ბიტკოინის მაინერისგან. ანუ ეგრე დღესაც არსებობს ეგ პროექტი, ასე დაწასულა რა, უბრალოდ იმდენად შემოსავლიანი აღარ არის. ოკეი. და ნუ ხო, ეხა user base-ით შესაბამისად ისეთი აღარ აყავს, როგორც მაშინ ყავდა, მაშინ რომ მართლა ყველა კუთხეში ეს ბოტასიანი ტიპი დარბოდა, ნუ დღეს აღარ დარბიან, იმიტომ რომ ხო, რა, მართლა რაღაც უაზროდის იყო, ხო, საქართველოში. საინტერესო ის საგან პროცენტული განაწილება იუზერების როგორი არის საქართველოში რამდენია და რამდენი პროცენტი იმაშევდა. რადგანაც საქართველოში. ხო, ძალიან პოპულარული რეალურად გლობალურ მასშტაბში. კი, ანუ შენ ნახო მაგალითად ჩინელებს ჰქონდათ რაღაც ფერმები გაკეთებული, ანუ ვეჯ ფერმებით აკეთებდნენ მაგ ყველაფერს. საქართველოს ზოგადად საქართველოს ნაირ ქვეყნებს ნახე რა მინუსი აქვს რა. საქართველოში ნებისმიერი ისეთი პროექტი, რომელიც რაღაცა ფულის შოვნას ბჭყალებში დაპირდება ადამიანს, ყველა შემთხვევაში პოპულარული გახდება რა. ანუ საქართველო, ფილიპინები, რაღაც ვიეტნამი, ანუ არ ვართ მდიდარი ქვეყნები მაინც და მაინც და რაღაცა easy money-ის მარტივი ფულის და უფასო ფულის opportunity რო იჩითება, მე რაღაცა ყველა რაღაცას ჩალიჩობს, აი ვიღაცები დარბიან, ვიღაცები რაღაცა მასაძლებელები ვიღაცებს და ასე შემდეგ რა. ანუ ძალიან ისეთი ქვეყანა ვართ მოწყვლადი მაგ კუთხით რა. და იგივე მოხდა ბოტასებზეც, ანუ სამწუხარო ამბავი ისი იყო, რაღაცა მაგ პერიოდს დაემთხვა მეორე მართლა სკემ პროექტი და პირამიდა, Tesla ვიდეო მედია თუ რაღაცა ვიდეოების ყურებაში რომ მილიონებს სპირდებოდა ხალხს და რაღაც. მართლა პირამიდა იყო ოღონდ რა. ანუ რაღაცა უნდა მოგეყარა ვიღაცა 3 კაცი თუ 4 კაცი რაღაცა ეგეთი სიგიჟე, ჩვეულებრივი პირამიდა, რომელშიც უფრო მეტი ფული შევიდა, მე მგონი, ვიდრე სტეპენში. მახსოვსი მასშტაბს თუ შეადარებ, სიგიჟე იყო, ანუ ეგ ადამიანები რომ მოდიოდნენ, რაღაცა მაგ პერიოდში გავუშვით იდეაში CoinSwap-ია, CoinSwap-ის ისტორიასაც ჩავაქსოვოთ, მაგრამ ჩემი მეგობარი და CoinSwap-ის რაც co-founder-ი გიორგი კოშოლიძე ძალიან აქტიური იყო peer-to-peer გადაცვლის community-ში, ანუ რაღაცა banking background-ი აქვს საერთოდ და კრიპტოსთან არ ქონია მანამდე შეხება რა. როდის background-ი აქვს? banking-დან მოდის. banking. და ამოღამარო რაც მოთხოვნა იყო იმაზე, რომ ადამიანებს კრიპტოს კიდევ გაყიდვა უნდათ და ეს ქართული ბირჟები რაც არის, რაც ეხლა წინავს მაინც ყველა, მაგრამ მაშინ უარესი იყო რა. და ძალიან ბევრი ადამიანი იმართავდა, რომ აი ეს USDC მაყიდინე ან გამაყიდინე, მოკლედ ანუ ამ ბოტასების ამბავში ჩართული ხალხი ძალიან ბევრი იმართავდა, იმიტომ რომ თან რეპუტაცია ჰქონდა ძალიან კარგი. რაღაცა ადამიანი არ გადაუგდია. ანუ P2P არის basically ეგ როცა ანუ უკვე გაქვს რაღაც ესეთი ხო და
გჭირდება რომ რაღაცნაირად გააკეშო და ამისთვის ანუ მარტივი გზები არ არსებობს, მაგალითად Binance-ზე რა, ან პირდაპირ wallet-ზე რა, რომელიმე chain-ზე, თუნდაც რამე კრიპტო, თუნდაც stable coin-ი და უნდა იპოვო პირდაპირ ადამიანი, ну თვითონ Binance-საც აქვს რთულები რომ გაპოვნინოს, მაგრამ თვითონ არაფერ გარანტიას არ გაძლევს, შეიძლება გადაგაგდონ და ამ ადამიანს უნდა ჩამოართვა ხელი და გადაურიცხოს და იმან მოქცეს cash-ი რა, ანუ ეგ არის P2P, ანუ peer-to-peer. ამას წინათ ზუსტად ეგრე მომიწია იღება და ვიღაცა რაღაცა სომხური სახელი და გვარი ეწერა იქ Binance-ში P2P-ს იმაში და ტექნიკურად მაგრამ მე როგორც ვიცი Binance-ი ბლოკავს რა, ანუ სანამ შენ ექსებს არ დააჭერ რომ მართლა მიიღე, მანამდე იბლოკება შენი amount. ხო. მაგაზე ზოგადად სხვა პრობლემა არის peer-to-peer გადახდებზე მაგასაც შევეხები, ეს CoinSwap-ის ისტორიის მე. ჯერ CoinSwap-ი გითხარი, ძალიან გვაინტერესებს და მერე გადავიდეთ. ხო, CoinSwap-ზე რაც მარტივი ისტორია იყო, რაც გიორგი გავიცანი ერთ-ერთ ქართულ კრიპტო ჯგუფში, რაც კრიპტო ბაზაში არის, საკმაოდ ჯგუფია, ამან ყველაზე დიდიც, რა ვიცი. მანდიდან ვიცნობ, მესამე co-founder-ი ვინც არის ბექა ჯგუფის ადმინისტრატორია. და თემა იყო რა, რომ გიორგის წერდა ძალიან ბევრი ადამიანი და რაღაც მომენტში მიხვდა, რომ ვეღარ აუდიოდა ფიზიკურად ამ ადამიანებისთვის რაღაცა გადმომირიცხე აქ და მე აქ გადმოგირიცხავ, მოკლედ. და დეველოპერების საქმე იგაა ზოგადად, რომ ეგეთი რაღაცა manual რაღაცები გაავტომატურონ და ძალიან მარტივი პლატფორმა გაუკეთე, სადაც ანუ უბრალოდ ადამიანი რეგისტრირდებოდა, გადიოდა ვერიფიკაციას და რაღაც ერთჯერადაც მისამართებს უგენერირებდით და ყველაფერი გავაავტომატურეთ გადარიცხვების გარდა. და მე დავსვით რაღაცა ადამიანები, რომლებიც მაგ ტრანზაქციებს აპროცესინგებდნენ რა და მე მივეცით რაღაც იურიდიული ფორმა, მე ბანკებს ვეჩხუბეთ, მე ანგარიშები დავგვიხურეს, იმიტომ რომ ეგ ცალკე მაფია არის საერთოდ ქართული ბანკები, მე ლიცენზია ავიღეთ და ახლა ისო გავაგზავნეთ მუშაობა რა. ეხლა peer-to-peer-ს შევეხოთ აქვე. peer-to-peer-ს აქვს ერთი ძალიან დიდი პრობლემა, ზოგადად ბანკები ძალიან სუდად უყურებენ peer-to-peer ტრაფიკს. იმიტომ რომ რეალურად ეგ საშუალებას აძლევს რაღაცა ფიზიკურ პირებს. რაღაც მარტივად შეცვალონ ფულის წარმომავლობა თუნდაც. ანუ მე თუ მაქვს ესე თუ შეხედავ, მე მაქვს ამც რაღაცა ერთი ბიტკოინი პირობითად და peer-to-peer მარკეტზე ვცვლი ამას. აცმა არიცის ეს ერთი ბიტკოინი, სუფთა ერთი ბიტკოინია, რაღაცა ნარკოტრაფიკიდან მიღებული ერთი ბიტკოინია, რა ჯანდაბა კაცი შულა არიცის. ეხლა მან ხო ორად იყოფა ეგ არსებობენ კომპანიები, რომლებიც ცვლიან რაღაც CoinSwap-ისნაირი ლიცენზირებული კომპანიები, რომლებსაც ვალდებულება აქვთ, რომ წარმომავლობა გაარკვიონ ამ კრიპტოაქტივის და რაღაც ნახონ ტრანზაქციების ისტორია რაღაც შავ თემაში ხო არა გარეული და ყველაფერი ხდება რაღაცა ამ იურიდიული პირების გავლით. ანუ ამ ვასპების გავლით და მეორე მხარეს გვაქვს რაღაცა ფიზიკური პირის აკაუნტები, რომლებიც არც ფულის წარმომავლობა იციან რეალურად ის cash-ი საიდან აქვს იმ ფიზიკურ პირს და არც ის იციან მაგ ტრანზაქციის უკან რა დგას. ანუ სულიად ბნელა ბანკის გადმოსახედიდან მაგ ტრანზაქციის უკან რა მოხდა. და ძალიან ბევრ ადამიანს ვინც peer-to-peer ვაჭრობით იყო დაკავებული, ან ძირითადად გამყიდველებს დაუხურეს ანგარიშები. თავის დროზე და მე ბანკებს ის თხოვს ხო, ან თვითონ სახელმწიფო თხოვს, იმიტომ რომ სახელმწიფოს რაღაცა money laundering რაღაც ხელშეკრულებები აქვს სოფლიოს. კი. და არა მარტო სახელმწიფო, ან რეალურად კორესპონდენტ ბანკები ყავს იქ, რომლებიც რაღაცა დოლარის ტრანზაქციებს მაგად გარეშე ვერ ემსახურებიან, იმიტომ რომ SWIFT-ით გადის ეგ ყველაფერი და კორესპონდენტი ბანკების გავლით და იმათ საერთოდ არ ჭირდებათ ეხლა შენ აქ რაღაცა იდიოტური ტრაფიკი რო გაატარ. მით უმეტეს ეგ ძალიან აქტუალური იყო ეგ თემა 2022-ში, 23-ში რუსეთის მიერობის დარტყმების მერე. როცა იქ რაღაც ევროკავშირმა დაასანქცია რუსეთის მოქალაქეები და კრიპტოაქტივებით ვაჭრობა საერთოდ დაუგზალა
და ეგ პატივცემულები ჩამოვიდნენ აქ საქართველოში, გახდნენ ანგარიშები აქ საქართველოს ბანკში და TBC-ში და სვიფტებს ურახუნებდნენ Binance-ზე რიცხავდნენ ფულს და რაღაც დღეში რაღაც 9,500,000 1 მილიონი ქონდა ტრაფიკი ერთ ადამიანს რაღაცა ყოველ დღე. ანუ სიგიჟეა რა ეგ. ნუ ეგ ფული მერე ისე რუსეთში მიდიოდა რა თქმა უნდა. სქემა ეგეთი იყო რომ რუსეთიდან ჩამოდიოდა ფული, აქ აკეშებდნენ, შექონდათ ბანკის ანგარიშზე. ან პირდაპირ გზავნილით იღებდნენ და ბანკში ისვავდნენ, მერე ეგ მიდიოდა Binance-ზე, Binance-დან მოდიოდა კრიპტო და კრიპტო მიდიოდა რუსეთში. ანუ ეგ იყო მთელი სქემა. და ქონდა დაახლოებით 7-დან 10%-მდე მარკაპი, ანუ რაღაც $100-ზე $10 შეუვლობდნენ მაგ ოპერაციაში. იმიტომ რომ რუსეთში ძვირად იყიდებოდა. ანუ Swift-ის ალტერნატივა გაიჩნდა USDT და stablecoin-ები. ზუსტად. ანუ დოლარზე წვდომა დაკარგა რუსეთმა და უცებ აღმოჩნდა რომ მაგ USDT-ია კაცო. რა თქმა ეს დოლარი USDT-ს შეგვიძლია გამოვიყენოთ. და ხო, იმას ვამბობდი რომ ფიზიკურ პირებს ძალიან ბევრს დაუხურეს ანგარიშები ბანკებმა და მე მაგათ გადაწყვიტეს რომ ძალიან მომგებიანი ბიზნესი იყო. და მოდი სხვა შეებს გამოვართვათ რა ეს აკაუნტები. ანუ ინტერნეტ ბანკის user parole რო გამოგართვა ეხა მაგალითად და შენი ანგარიშით გავაკეთებ მაგას. და რაღაც ცოტა ფულს მოგცემ რა $100 მოგცემ ხა თუ არ იყენებ ანგარიშს why not. და ეგ უკვე არის სისხლის სამართლის დანაშაული. ანუ მაგის გამო შენ შეიძლება რეალურად არაფერი არ კონდეს დაშავებული კრიპტო გაყიდო და უცებ აღმოჩნდეს რომ ისეთი ტიპისგან ჩაგერიცხა ფული რომელიც ფიშინგის მსხვერპლი იყო საერთოდ. და იმპულს წაგართმევენ შენ. ას გარბენდებენ მერე პროკურატურაში და კრიპტოს დაკარგული გექნება რა. ანუ peer-to-peer ვაჭრობას ეგ რაღაც რისკები ისდევს თან რომ შეიძლება ფიშინგის მსხვერპლი იყოს ის აკაუნტი ვინც ფულს გირიცხავს. ან შეიძლება რაღაცა გაურკვეველი წარმომავლობის ფული კონდეს. ან შეიძლება სხვისი აკაუნტი იყოს და მაინც პრობლემური არის ეგ იმიტომ რომ რაღაცა სხვისი ანგარიშის გამოყენება მაინც მithumetes მასეთი სკეილის ოპერაციებში მაინც კარგი საქმე არ არის და რაც თავარია ეხა უკვე რაც რეგულაციები გვაქვს საერთოდ ისიც საკითხავია ეგ ტიპები ვინც peer-to-peer ვაჭრობენ არიან თუ არა კანონდარღვევები იმ კუთხით რომ კომერციულ საქმიანობას აწარმოებენ რომელიც ლიცენზირებადია. ანუ ეხლა მე წავიდე ლატარია რომ მოვხოდო რომელიც ლიცენზირებადი საქმიანობაა რეალურად დამიჭერენ რა იმიტომ რომ რა ლიცენზია ჭირდება მაგ საქმიანობას და საქართველოს ლატარიის კომპანია არის ექსკლუზიური ლიცენზიის მფლობელი. ან წავიდე ჩემი ბანკი რომ მოვხოდო ეხლა რა და ფული რო ავიღო იუზერებისგან ხო არაფერი არ განსხვავდება ეხლა კრიპტოს გადავცვლი არა ლიცენზირებული ტიპი თუ ბანკს მოვხოდა ანუ ორივეს ეროვნული ბანკი არეგულირებს იდეაში. მე მაგიტოს და საშიში ამბავია ეგ peer-to-peer-ი რა. მე მაგ კითხვა. აი მე რა დავინტერესდა აი კონსოლზე რო ყვებოდი პირო უნდა შეამოწმო რაღაც შავ მარკეტიდან ხო არ მოდის ფული რაღაც ეს კრიპტოთა რაღაც პრობლემები ხო არ არის. აი მაგალითად ჩვეულებრივ იმაში banking-ში აი ნიკას უფრო მეცოდნა აქ ამაზე რაღაც fraud detection როგორ აკეთებენ მაგალითად რა მე საზღვარგარეთ ამ ჯერს წავედი იმ ჯერს საქართველოს ბანკმა ბარად დამიბლოკა იმიტომ რომ აი შეამოწმა და იმ სისტემამ დაბლოკა რომ შეიძლება იქ არ იყო. აი კრიპტოს შემთხვევაში რა ლოგიკებია მან და როგორ მუშაობს მაგ fraud detection-ი კრიპტო ტრანზაქციების. სამ პასუხებ ჩავამატებ ეს რომ ახოდო ხა შეიძლება თქვი ანუ ოკეი ანუ ვინც cash-ის პროვაიდერი იყო მაგ შემთხვევაში ანუ ჩვეულებრივი ტრადიციული currency-ის ის ანუ იმისგან თუ ჩაგერიცხებოდა და იმაზე იცოდნენ უკვე რაღაც phishing-ით ხომბული ან რაღაცა მაგაზე იყო პრობლემა. და ოკეი, ხარი შეგიძლია მოაგვარო თეორიულად, რომ cash-ის ვალიდურობა და ამტკიცო რაღაც პუნქტში, მაგრამ მეორე მხრივ, ანუ ვინც კრიპტოს გირიცხავს, ანუ შეუძლებელია ხო, რომ იმის, თუ ძალიან obvious-ის აქან და არაფერი დამალად რაღაც მონეროში და რაღაცებში არ გაატარა, მაშინ ოკეი, იცი რომ არის თუ არა სოფთა, მაგრამ კრიპტოს ხარეს ვერასდროს ვერ იქნები sure, რომ რა ფულიც გატარდა არ არის
შავი თეორიულად, ხო? კი. სულ რაღაც მაგის წმინდა. მე რას თუ ვიქნები მაგაში დარწმუნებული, უბრალოდ მათ გაქვს რაღაც რისკის პარამეტრები რა, crypto intelligence I'm softwares ნაწილში რა ხდება. რეალურად გამომდინარე იქიდან რომ blockchain-ი არის სრულიად გამჭვირვალე, უმეტესობა blockchain-ების არის სრულიად გამჭვირვალე ტრანზაქციების ლოგი უბრალოდ. ანალიტიკის software-ი რას აკეთებს? იღებს რაღაცა შენს ტრანზაქციას, ნახულობს შენ საიდან გაქვს მიღებული ფული, იმას საიდან აქვს მიღებული ფული და ასე შემდეგ. გარდა ამისა აწარმოებენ რაღაცა კონკრეტულ ცნობილ მავნე აქტორებზე დაკვირვებას და მაგალითად რაღაცა dark market-ების მისამართები იციან, რაღაცა თავის ხოთოლეთებიანად, იციან იქ რაღაცა დაბლექლისტებული ადრესები რა არის, მაგალითად რაღაცა სანქცირებული wallet-ების მისამართები იციან. ასე შემდეგ, ანუ გაქვს ერთი ბაზა, სადაც გაქვს სანქცირებული მისამართები და გაქვს მეორე ბაზა, რეალურად გაქვს მეორე ბაზა, რომელიც blockchain-ის ფორმით გაქვს. სადაც გაქვს ტრანზაქციები და მე გრაფს აწყობ ჩვეულებრივ, რომ შენ ერთ კონკრეტულ საფულეს აქვს თუ არა რაიმე კავშირი რომელიმე ამ სანქცირებულ ან დაბლექლისტებულ wallet-თან. მაგით განისაზღვრება მე რამდენად რისკიანი არის შენი განხორციელებული ტრანზაქცია და მე უკვე გემსახურება ეს პლატფორმა Binance-ზე მუშაობს და CoinSwap-ს და იდეაში ყველა ვინც ელემენტარულ AML რეგულაციებს მიყვება. მაგიანი რა თახსენა ეხლა მან P2P მოვაჭრებს რაც ვინც Binance-ზე ვაჭრობდა დიდწილად დაზღვეულები იყვნენ იმისგან რაღაცა შავი კრიპტო არ მიუვიდოდათ, იმიტომ რომ Binance-ის გავლით მისდით ეგ კრიპტო და Binance-ი აკეთებს მაგ ჩეკებს, მაგრამ ირადად მე ვიცი რაღაცა кейსები, სადაც ადამიანებმა ეგ ფული მიიღეს და მე Binance-მა გაუქრინა, იმიტომ რომ რაღაცა უცებ აღმოჩნდა, რომ მაინც რაღაც დაიჭო წარმომავლობა ჰქონდა, უცებ. მე იცი სად ვერ გამოგწევს მეგობრებო? ბოდიში აიც რა მაინტერესებს, ანუ ერთი მხრივ შენ თქვი რომ ანუ ფაქტობრივად ნებისმიერი ტრანზაქციის ჩაყოლა შემიძლია ისტორიაში რომ რაღაც ამის წარმომავლობა და ფაქტობრივად გზა გავარკვიო. და მეორე მხრივ გიომ თქვა რომ ბოლომდე გარკვევა მაინც არ შეიძლება ეს ტრანზაქცია ну რაღაც ისა სწორი წარმომავლობის არა თუ არასწორი რა ანუ რაღაც შავი მიდან არის თუ არ შევიდა ანუ ეგ ხო იდეაში რაღაც ეს ორი რეგულება კონტრადიქტორული არის რა ანუ თუ ყველანაირი ტრანზაქციის ასე ისტორიის გაგება შემიძლია გიო როგორ არ უნდა შემეძლოს დადგენა იმისა რომ ეს რაღაც სწორი წყაროდან მოვიდა თუ არასწორიდან როების დადგენა არ შეგიძლია ეგ ამ მთელი უბედურება მანდ რომ შენ შეიძლება ოკეი მივხვდი რა სწავლობ მივხვდი ოკეი აი ეს ანუ ის არის რომ ნუ ჩავამატებ რომ აი თქვა არსებობს სადაც მონერო ქვია მეგონი მაგრამ ნუ მონეროებს თალკე ჩეინია მაგრამ მაგალითად Ethereum supported EVM chain-ებზე არის რაღაცა თული Tornado Cash or something რომელშიც წარმოიდგინე რომ რაღაც 100,000 კაცი ერთდროულად ჩარიცხავს ფულს მე რაღაცნაირი mixing-ი ხდება და რაღაცნაირად შენს wallet-ზე ანუ წარმოიდგინე რომ ყველა კრიმინალის ფული რომ აურიო ერთმანეთში და უმატო რაღაც ცოტა თეთრი ფულის და ოკეი და ანუ მეორე რაც დამეთქვა ფული მანამდე ხო რა მაშინ გამოდის რომ რაც არ უნდა decentralized იყოს რაღაც პონჩი chain-ი საბოლოოდ მაინც მარტო centralized exchange-ებს ენდობი ხო ანუ მარტო Binance-ს ენდობი მარტო Coinbase-ს ენდობი basically სხვა wallet-ებს kinda არ ენდობი ძირითადად თუ ანუ შენთან თუ მოდის ტრანზაქცია Binance-დან ეგრევე ენდობი რა იმიტომ რომ ნუ Binance-ის ჩეკები აქვს გავლილი მაგრამ შენთან თუ მოდის რაღაც ტრანზაქცია დიდი შანსია რომ თქვა ამას უკან თრიში კონდეს ვიღაცა თქვა ნუ თეორიულად ხო არ ვიცი ამდენად სუეგრია მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნელ-ნელა შეიძლება რაც უფრო მეტი დრო გავა და რაც უფრო მეტი ხალხი და on-ramp ხდება ანუ on-ramp-ს ეძახიან როცა cash-დან რაღაცნაირად შეხვიდე ხო კრიპტოში და სავარაუდოდ ამას centralized exchange-დან და შენი source-ი ანუ ეს ტრანზაქციას წარმოიდგინე linked list-ივით ან რაღაც გრაფივით source-ი ყოველთვის Binance-ია რა და ნუ შეიძლება თქვა 10 წელიწადში მარტო ვენდობით
რაღაც ამ ცენტრალურ ექსჩეინჯების wallet-ებიდან წამოსულ ტრანზაქციებს და ყველაფერი დანარჩენი რაღაც ალ-ქაიდას wallet-თან აქვს კავშირი ან რაღაც ეგეთი. აი მე რა კითხვა გამიჩნდა, იცი? მე თუ ერთი ჯაჭვის ნაწილია მაგალითად, მე კრიპტო მაქვს, სადღაც ვიყიდე, რომელიღაც ბირჟაზე, ჩემთან გადმოვიტანე, მე ვიღაცას მივყიდე ეს კრიპტო და იმან რაღაც ბინ ლადენის პარაკლისი გადაიხადა, რაღაც ეგეთი რა. მეც ბლექლისტში ვხდები ეგრევე? არა და კი. ანუ უბრალოდ იმაზე მაღალ რისკიანი ტიპი გახდები, ვიდრე მანამდე იყავი რა. და მაგას აქვს რაღაცა გარკვეული სიღრმეების მიხედვით კონტროლის, ანუ არავინ არ მიდის და რაღაცა 20 ტრანზაქციით წინ ვინ რა გააკეთა მაგის ძებნას არ იწყებს რა, იმიტომ რომ ლოგიკურია რომ რაღაცა ეგრე ყველა ტრანზაქციას რაღაცა ფუნდი შეიძლება უპოვო. მეორე ნაწილზეც გითხრათ გიორგიმ რა თქვა რომ რაღაც მომენტში მარტო ცენტრალიზებულ ექსჩეინჯებს ვედნობით გააჩნია რაში. ანუ on-ramp off-ramp-ში შეიძლება კი. ანუ მე მაქვს მაგალითად პირადად მე კრიპტო, რომელიც არც დამიონ რამპებია და არც ვაოფრამპებ. ანუ ეგ ორი უყარას ნიშნავს ეგეც რო გითხრა რა. ანუ არც ქეშით არ მაქვს ნაყიდი და არც გაქეშებას არ ვაპირებ. ანუ არც დოლარი არ მაქვს ან ლარი არ მაქვს გადახდილი რომ მიმეღო და არც ვაპირებ რომ გავყიდოთ და დოლარში გადავცვალო. ანუ რეალურად შენ ეგ რეგულაციები ზოგადად რეგულაციებზე ეგ არის ძალიან ისეთი წესი, რაც ყველას უნდა ესმოდეს რა, რომ ნებისმიერი რეგულაცია, რომელიც არსებობს კრიპტო სამყაროს მიმართ, გეხება იმ მომენტში, როდესაც გადაეკვეთები რეალურ ტრადიციულ ფინანსურ სამყაროს. ანუ რაღაც web or finance ან banking-ს ან რაღაცა საგადახდო სერვის პროვაიდერებს ან რამე ეგეც. მანამდე შენ ვერაფერი ვერ გაჩენებს და ვერ გარეგულირებს. ანუ მე თუ მინდა რომ ავიღო ჩემი კრიპტო, წავიდე DeFi-ში, წავიღო, ვივაჭრო, იქ რაღაცა სხვადასხვა ჩეინებზე ვაბოდიალო ეს ჩემი კრიპტო აქტივები, მონეროში გადავიტანო, რაღაც ანონიმური ტრანზაქციები, მოკლედ რაღაცები თუ მინდა რომ ვაკეთო, მანდ მე არანაირ დისკომფორტსაც კი არ შემიქმნის, არც ერთი წამით თუ უცებ რაღაცა ტორნადო ქეშის გავლით გავატარებ ფულს რა. მე ერთ-ერთი დისკომფორტი მექნება მაშინ, როდესაც ამას დოლარში გადავცვლი და მე ბანკი მომადგება რაღაცა შკოდებთან ერთად, რომ შენ ბიძია რა გააკეთეო და რეალურად ეგაა ხოლმე არის ხო ამბავი, რომ შენ თუ დარწმუნებული არ ხარ იმ კრიპტოს სუფთა ისტორიაში, რაც გააქვს და გინდა რომ გააკეშო, მაშინ გაინტერესებს ეგ რეალურად ეგ რეგულაციების და AML-ის ნაწილი, თორე სანამ არ გააკეშებ რაღაცას, იქამდე რა ვიცი ხო, ოკეი. ვინ რა უნდა გიქნას, ანუ სახელი და გვარი არაწერი არსად შენს wallet-ს და ხო, გასლევდა ფულია რომ მოგაგნონ. და მაშინ ანუ ზენას თუ რამე კრიმინალურ საქმიანობაში არ ხარ ჩართული. მგონი მივედით ინდომდე რომ ანუ აი ვითხარი აი CoinSwap-ს აი რა ფიჩერები აქვს და ეგ ერთი რომ აი რა შეგვიძლია გამოვიყენოთ დღეს ეს smooth experience რა მხრივ აქვს და აი თეორიულად რამდენად მომწიფებულია საქართველოში რეგულაციები იმისთვის რომ თქვათ ნუ CoinSwap-ი არის რაღაც საბაზისო პროდუქტი მაინც ხო ანუ exchange-ია on-ramp off-ramp-ია kind of თეორიულად შეიძლება მაგას ზემოდან რაღაცები დააშენო და რამდენად არის ამისთვის მზად ქართული რეგულაციები და ბანკები და ყველაფერი. ოკეი. ჩემი co-founder-ი ახლა ამას უყურებს ძალიან გაბრაზდება, მაგრამ I don't care. ნათქვამიც მაქვს ბევრი შეიძლება. მოკლედ CoinSwap-ი არის კი რაც ჩვეულებრივი basic on-ramp off-ramp-ის პლატფორმა. კრიპტო გაყიდე, კრიპტო იყიდე. და მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა პერიოდი ძალიან ბევრს ვფიქრობდით იმაზე, რომ რაღაცები მოდი დავამატოთ რაღაცები, სპიჩერები და ასე შემდეგ. ყოველთვის მე ვითხრევ ფეხს. ფეხს ვითხრევ, იმიტომ რომ რეგულატორები არიან მაინც ვეცდები რომ კორექტული ვიყო, არ არიან მზად იმისთვის, რომ ეს რაღაცები მოისმინონ რა. ანუ მაგალითისთვის რაღაცა რეგულაციებში ჩაგვიწერეს, რომ
არ შეიძლება რომ ლიცენზირებულ ვირტუალური აქტივების სერვის პროვაიდერს კონდეს ლარის ბალანსი და დოლარის ბალანსი. ანუ მომხმარებელი რომ ბალანსს ავსებს, მე არ შემიძლია რომ ლარი და დოლარი ვანახო. ჩვენ არ ქონდა ეგ პრობლემა Coinswap-ზე და გავატარეთ, ანუ ოკეი, არ შეიძლება, ნუ შეიძლება, მაგრამ ჩვენ სხვა მოდელით მუშაობთ, ანუ ჩვენ მომხმარებლის ფულს არ ვჰოლდავთ, ანუ პლატფორმაზე არ ვინახავთ. ფულს როგორც მაგალითად Binance-ზე გაქვს ბალანსები, ისე არ ვართ ჩვენ, იმიტომ რომ მე მქონდა თავის დროზევე იქ მიდგომა, რომ ადამიანებს ვასწავლოთ რაღაც ექსტერნალ საფულების გამოყენება, სადაც თავიანთი კრიპტო ექნებათ თვითონ. ეხლა სხვებს რა პრობლემა შეექმნათ მაგ ნაწილის გამო რეგულაციის. ეხლა რომ წახვიდე და რაღაცა ნებისმიერ ქართულ პლატფორმაზე რომ ჩარიცხო, ბიტნეტზე რომ ჩარიცხო დოლარი, უცებ გაგიჩნდება რაღაცა ბიტნეტ დოლარი, რომელიც არის რაღაცა ტოკენი, რომელიც არც გითხოვია ვინმესთვის რომ მოეცათ. ანუ საერთოდ რატო გიჩნდება რაღაც ბიტნეტ დოლარი? ხო, ანუ რეალურად აი ტიპებს მოუწიათ, რომ იქ რაღაც ლარის ბალანსი რო უჩანდა მომხმარებელს, მაგის მაგურად წასულიყვნენ ახალი ტოკენები გაეკეთებინათ ლარისთვის, დოლარისთვის და ის ტოკენები დაესვათ ჩემთვის ანგარიშზე. და მე იმ ტოკენებს ვცვლი რაღაც ბიტკოინში ან რაღაცა სხვაში და მეცაც გეტყვია. USDT-შიც კი ვერ აკეთებ მაგას, იმიტომ რომ ანუ დოლარი შევიტანო USDT დამისვა ანგარიშზე, ეგრე მარტივად ვერ მოხდება, იმიტომ რომ USDT-ის ფასი, საბაზრო ფასი $1 არ არის რა. მაგიტომ გაქვს ეგეთი რაღაც კომიკური სიტუაცია, რომ დოლარს რიცხავს სადღაც, გისვამენ რაღაცა თავიანთ მოგონილ დოლარის ტოკენს, რომელიც მე უნდა გადასვალო USDT-ში. აი, სიგიჟე რა. და მარტო ეგეც რაციონალი რა არის ამის უკან, რომ აი როგორ ცვლიან, ხო? ანუ მე როგორ შეიძლება $10 გადავცვალო USDT-ში, ანუ ვინ გადავიცვალო? USDT თვითონ გიცვლიან, თავიანთ მათვე გარდა არავინ არ გადაგიცვლის, ეგაა საქმე. ანუ თავის USDT-ს გაცლებენ და იბრუნებენ ალბათ ბიტ დოლარს. ზუსტად. კი. Database-ში წერენ, რომ ამდენი გაქვს. ზუსტად ეგ ხდება, ანუ დოლარი შეცვალეს რაღაცა ემით. ნამდვილი დეცენტრალიზირებული საპენსიო ფონდის პონტია რა. ანუ ვითომ გაქვს. დაახლოებით. და პრობლემა ნახე რა არის, ანუ კიდე რაღაც როგორი სისულელეები გვაქვს. იცი მაგალითად არ შეგიძლია კრიპტოვალუტის გაცემა სესხად. ანუ ის ამბავი რომ არის ტრეიდინგთან ალუსი შეიძლება კონმია შეხება შეიძლება არა, მაგრამ ერთ-ერთი საკმაოდ ნორმალური პრაქტიკა არის, რომ მაგალითად თუ მაქვს ბიტკოინი და არ მინდა ამ ბიტკოინის გაყიდვა, ამ ბიტკოინის ვყინა ვიღებ რაღაცა USDT-ის სესხად, არც ნებისმიერ დიდ პლატფორმაზე Binance-ზე მათ შორის შეგიძლია გააკეთო ეგ და მე იხდი ამ USDT-ს აბრუნებ უკან თავისი პატარა პროცენტით და მიგაქვს შენი ბიტკოინი უკან, ისე რომ გაყიდვა არ გიწევს. საქართველოში ეგ მაგას ვერ გააკეთებ. იმიტომ რომ ვიღაცა რეგულატორმა გადაწყვიტა, რომ სესხის გაცემა არ შეიძლება კრიპტოვალუტაში. ანუ მაგის უკან რაციონალების ძებნა საერთოდ სიგიჟე მგონია მე რა, იმიტომ რომ აი ვერანაირ რაციონალს ვერ იპოვი რაღაცა რეგულაციებში. ანუ არ არის და უნდა იპოვო. ეგ kind of DeFi-ის ამბავია, ხო? ანუ მაგრამ იმიტომ რომ ანუ შეიძლება ეგ ოპერაცია რომ შენ რაღაც ესეთზე სესხი აიღო და მე ნუ ისინი გაიაზრო ყველაფერი რომ მაგის შეიძლება ის ლიკვიდაცია გაიკეთონ თუ დავარდა და ამ შემდეგ ცოტა advanced use case-ია, მაგრამ მე უფრო აი დაჟე ისეთები მაქვს ისეთ რაღაცებს ვფიქრობ რომ აი მაგალითად რაღაც კრიპტოთი ბარათით გადახდა რაღაც ტერმინალზე. რაღაცა არის მე მგონი უკვე ჩვენთან. ან ჩასაიც აპარატში ერთი ქართული კომპანია, რომელიც მაგას აკეთებს, ლიცენზია არ ვიცი აიღეს თუ არა, მაგრამ შინაარსობრივად რას აკეთებენ, ანუ მიდიხარ რაღაც მაღაზიაში, დევს იქ CityPay ტერმინალი, შენ იხდი კრიპტოს, ეგენი აკონვერტებენ ლარში, უხდიან მაღაზიას ლარს, იმიტომ რომ მაღაზიას არ შეუძლია კრიპტო მიიღოს გადახდის საშუალებად. და თვითონ იტოვებენ ამ კრიპტოს. და მე მიგია სადაც როგორი ხდება, რამე QR კოდს განახებს და ეგრე თუ რამე QR კოდს განახებს და არა
keywords განახებს და keywords-ზე ვიცხავ რა. და ეს ყველაფერი სჭირდება 10 წუთი, რომ იყიდო კიტრი, თქვა თუ ან დაახოთ როგორ გააჩნია, chains გააჩნია რა, chains გააჩნია, მაგრამ ხა რაღაცა bitcoin-ით თუ კიტრს ყიდულობ, მაინდა-მაინც კარგი use case არ არის ეგ, მაგრამ ნუ რაღაცა lightning-ით თუ ყიდულობ, ან Binance Pay-ით თუ ყიდულობ ბოლო-ბოლო, რომელიც საერთოდ სასაცილო ამბავია ეს Binance Pay support-ი როგორ შეიძლება გქონდეს, როცა blockchain-თან არანაირი შეხება არ აქვს მაგ პროდუქტს, მაგრამ anyways, ანუ რაღაცა საფიქსელების support-იც აქვს, მოკლედ რაღაც Polygon-ის მათ შორის ვისაც უფრო deep თემები გაინტერესებთ კიდე ესეთი, ანუ ეხა ისეთ შედარებით ისეთ შევეხეთ, ხა ლევანისთვის ეს ალბათ რაღაც პური და კარაქი არის, მაგრამ ну შედარებით ისინია რა, DeFi და ეგეთი თემები და დაგვიწერეთ და მე შეგვიძლია მაგაზე რაღაცნა პრინციპი განვარჩით. მე მაგ ერთი კითხვა რა, ოღონდ ცოტა ეხა ინჟინერული კუთხით, აი, როცა შევდივართ ამ კრიპტო ექსჩეინჯებზე, ყოველთვის ხედავთ ფას live update-ებს რა, აი, რა ღირს ეხა Bitcoin-ი, Ethereum-ი და შემდეგ. ეგ თუ გაქვთ coin-shop-ზე და თუ, ანუ, როგორ არის იმპლემენტირებული რა, ანუ, ეგ ხო keeping агдენი data up to date, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პრობლემაა ინჟინერიაში. და აი, როგორაა იმპლემენტირებული ეგ? ეხლა ვერსიაში ასეთ ვისე იმპლემენტირებულია, ახალ ვერსიაში ასეც უშვებთ, პირდაპირ ვებსოკეტებით უყურებთ Binance-ის data-ს. აჰა, ანუ რაღაც ცენტრალიზებული, ну და დიდი მოთამაშე რომელიც არის ამ ბაზარზე, იმას აქვს API გამოდგმული და იმას და ის როგორ აკეთებს? აი, ის თავის order book-ით აკეთებს. ანუ იმას აქვს თავის order book-ი, სადაც ვიღაცებს რა კიდვა უნდათ, ვიღაცებს კიდვა უნდათ და მაგის საშუალოს იჭერს. ანუ Binance-ზე ფასი შეიძლება სხვა იყოს და სხვაზე სხვა? კი. ეგ არბიტრაჟი ქვია მაგ მოვლენას, შეიძლება ერთ exchange-ზე სხვა ფასი ქონდეს, მეორე exchange-ზე სხვა ფასი ქონდეს და შეგიძლია მაგაზე ფული იშოვო. შეგიძლია სადაც იაფირის რაღაც აქტივი იყიდო, გადაიტანო იქ სადაც უფრო ძვირადოს და გაყიდო. მაგაზე შეგეძლო ფული გეშონა 2019 სანამ ეხა მაგაზე იმდენი ბოტი არის ალბათ. ეხლა იმდენი ხო, ანუ მაგაზე აი რაღაც ცენტებზე მე მახსოვს მაგაზე ერთ პერიოდში მეც ვიშოვე რაღაცა ფული. იმანი იყო მაშინ საქართველოში და Bitstamp-ზე იყვნენ მიერთებულები და CEX.io იყო ამერიკული მე მგონი თუ ბრიტანული არ მახსოვს. ერთ-ერთი ცნობილი exchange-ი, სადაც გაცილებით ძვირი ღირდა Bitcoin-ი რა და რაღაც იმანიზე ყიდულობდი, გადამქონდა იქ ვიდეო. და ყველაზე მაგარი არბიტრაჟი იყო Coinbase-ზე, რომ ლარი ღირდა მე მგონი 1000 ჯერ. ეგ არბიტრაჟი არ იყო, ეგ იყო როცა მოხდა ბაგების გასმა რა. ეგ ხო დააბრუნებინეს თუ არა? არა გასულა დააბრუნებინეს. არა. მაგით დღეს ვიყავი, რაღაც მე მგონი შეკვეთილში ვიყავი, რაღაც მეგობარი მირეკავსო, რაღაც რა ხდებაო. მეთქი არ ვიცი რა ხდება, ზახსვეთ ამბეშები და დამანეზე თავი. ცოტა ხანი შემეშვი და რაღაც მე უყურებთ და რაღაც ხალხი მილიონერი გახდა მაგით. ერთი კითხვა kinda ანუ ამ stable coin-ებზე რომ შევაჯამოთ, ანუ მაინც საბოლოო ჯამში გამოდის, რომ დღესდღეობით რა use case-ც არის, თავარი, რაშიც ალბათ user-ების უმრავლესობა ამას იყენებს, არის რომ სადღაიციდან სწრაფად გამოგერიცხოს ფული, ალბათ ძირითად შემთხვევაში შეიძლება უწყოეთიდან, იმიტომ რომ ეგ უფრო ნელი არის კიდე და მერე გამოიყენო რაღაც centralized exchange ან CoinSwap-ის სავით, ასევე centralized რაღაც სერვისი, რომ რაღაცნაირად გააკეშო ეს, ან პირიქით შეიტანო, გადარიცხო და მერე იმან გააკეთოს იგივე რა, ანუ ესეც ბევრი solution, მე არ გამიგიყავს სხვა solution-ები, რომ პირდაპირ შენი USDT რაღაც კრიპტო wallet-იდან ბარათით იხდიდე, ან რავი, Shopify-ზე ყიდულობდე, ან რაღაც მსგავს, ხო? კრიპტო ბარათები არის, MetaMask-მა გააკეთა ახლა თავის ბარათი მათ შორის Mastercard-თან თანამშრომლობით, ან პირდაპირ გაქვს კრიპტო, რომელსაც ხარჯავ ბარათით. და Mastercard-ის network-ზე resolve-დება ან რაღაც თუ? ხო, ჩვეულებრივ Mastercard-ის ბარათია რა, როგორც TBC-ის ბარათი გაქვს ახლა მომის Mastercard-ის
Mastercard issues ბარათი არის, ისევე გაქვს MetaMask-ის ბარათი. მაგრამ ეგეთი ანუ ეხლა კიდე ეს რეგულაციებს შევეხოთ, ანუ ეგეთი რაღაცები იმიტომ არ გვესმის, რომ ძალიან ცუდ რეგიონში ვართ რა. ანუ არაფრის საპორტი არ გვაქვს ამ ქვეყანაში სამწუხაროდ, როგორც კრიპტოში, ასევე ჩვეულებრივი e-commerce-ი ვარ, Stripe არ აქვს ქვეყანაში, ანუ მაგაზე ცუდი რა შეიძლება მოხდეს 21 საუკუნეში, არ ვიცი. ანუ Stripe არ გაქვს, არაფერი არ გაქვს რა. აი რაღაც ისტი შემოვიდა თუ ის რაღაც ეგეთი რო ქვია, არ ვიცი. ხელნაკეთა რაღაცებს უყიდიან და ამ მაგაზე უცულობს ახლა ნახევარი ქვეყანა, რომ იქ შეგვიძლია რაღაცები გავყიდოთ, ანუ ვირცხვილია რა. ეგ რაღაცები არ გვაქვს, იმიტომ რომ რეგულაციების კუთხით ვართ ძალიან უკან. სურვილის დიდად არ ჩანს ашკარად, რომ რამე შეცვალოს რეგულატორმა. და რაღაც მიმაზე ვართ მართლა რა საზამთროზე ყურძენზე და ეგ მარგანეცზე ვართ ჩამოკიდებულები რა ხო და არ მოსულა ეგრე რა ეხლა მაგალითად ტენდენციები რო ავიღოთ რა მიმართულებები არის კრიპტოში რა აი ჰაკათონები ვახსენა გიორგი რაღაცას გვეთქვისა და რაღაც შარშან გადავწყვიტე რომ რაღაც ჰაკათონებზე მეცადა ბედი რა და რაღაც ჯერ აპრილში თუ მაისში იყო მონერო კონი და ჰაკათონი ქონდათ და იქ რაღაცა ერთ-ერთი ტრეკი მოვიგე მე რაღაცა მუღამში შევედი და რაღაც გავაგრძელე მოგზაურობა მე რაღაც სექტემბერში არა ოქტომბერში წავედი მე ტაილანდში იქ ჰაკათონი იყო on-site და ორივე მოვიგე და წელს უკვე ისეთ მუღამზე ვარ რომ ჰაკათონებზე რაღაცებს ვიზამო ხო კი ეს რა რეიტი შაშანაცა მონაწილეობა მოგების რა რეიტი გაქვს მონაწილეობა მოგების ალბათ 70% რაღაც ეგ ერთ რომელიმე პროექტი რომ მოგვიყო შეგიძლია ანუ კრიპტო ჰაკათონზე კი ბემაზე გავაკეთე Binance ჰაკათონზე გავაკეთე ძალიან ფან რაღაცა Telegram-ს API გავაწყე რომელსაც ჰქონდა Tinder-ის ფუნქციონალი და data-ს ინახავდა Binance-ის ქსელზე ანუ fully decentralized dating API იყო რა Okay. ეს კრიპტო რომელი უფრო ძვირი ჰაკათონები swipe left to right ხო, აი წელს მაგალითად კრიპტო ჰაკათონების ერთ-ერთი მთავარი თემა რა, რაღაცა ეხლა არის რამდენიმე ongoing-ი. უმეტესობა არის მაგალითად AI რა, DeFi-ს და AI-ს გადაკვეთა. მაგაზე ანუ რეალურად შეხედო ძალიან კარგი use case-ი არის კრიპტო, იმიტომ რომ როგორი AI აგენტიც არ უნდა გქონდეს მაგალითად რაღაც AI აგენტები ყველას ხსნენია უკვე ვინც ოდნავ მაინც ვაკვირდებით რაღაცას საბანკო ანგარიში რომ გავხსნა AI აგენტს და აუცი $10,000 რომ დაუდოსეთ ვერაფერს ვერ დახარჯავს იქიდან იმიტომ რომ არ არსებობს ტრადიციულ ფინანსებში ისეთი ფინანსური პროდუქტები სადაც იქ რაღაცა humanity checks არ გაატარებენ ტიპს ანუ ინვესტიცია გინდა და იქ რაღაც პასპორტი უნდა აუტვირთო საქართველოს ბანკის ინტერნეტ ბანკიდან ტიპებს რომლებსაც ყველაფერი აქვს შენ შესახებ მაინც მაგას გთხოვენ რაღაც TBC-ში არ ვიცი რა ხდება იმიტომ რომ ანგარიშები არ მაქვს დღემდე გას უცხოურ ტრეიდინგ პლატფორმებზე ვერ დაუნბორდ ანუ რეალურად საბანკო ანგარიშზე რომ ფული დაუდო AI აგენტს ვერ დახარჯავს რა მეორე მხრივ AI აგენტს რო კრიპტო wallet-ზე დაუდო ფული და შესაბამისი ცდომები მისცე ან რაღაცა permission-ი მისცე რომ დახარჯოს წავა და DeFi-ში ყველაფერს გააკეთებს და მაგაზე შეგიძლია აწყო მე უკვე ძალიან საკაიფო პროდუქტები იმიტომ რომ შეგიძლია რაღაცა სტრატეგიები შექმნა რაღაცა users დააწერინო რაღაცა პრომპტი და ეგ აქციო სტრატეგიად და მე წაიყვანო და ავაჭრო იმის wallet-ზე ავტომატურ რეჟიმში ანუ რეალურად AI-ს და DeFi-ს გადაკვეთა საკმაოდ კარგი ასე ვთქვათ მიქსი გამოვიდა მაგალითად AI-ს ფინანსურ პროდუქტებში გამოყენებისთვის რა
თან ანუ თვითონ EVM-ი ანუ Ethereum-ის virtual machine ხო ისე არის მოწყობილი ქაინდა რომ აი AI agent-ისთვის მარტივია რომ მართლა წაიკითხოს კონტრაქტი ხო ანუ ყველაფერი ღია აქვს ეგრევე ანუ MCP-ებს რო აკეთებენ ხა რა ანუ ყველა კონტრაქტი ქაინდა MCP-ს გავს რა იმიტომ რომ ეგრე არის დაზაინებული რომ პირდაპირ გაქცევი ოკეი რა შეუძლია წაიკითხოს data შეიძლება აი ყველაფრის გაკეთება შეგიძლია აგენტიდან EVM-ზე და არა მარტო EVM კონტრაქტებზე EVM chain-ებზე რა და რეალურად ეგ ზაკაი მიქსი გამოდის და წელს მაგაზე ვარ ფოკუსირებული რომ რაცა თან კაი ის არის რომ ეხლა უკვე შარშანისგან გასხოვებით შარშან ტაივანში ვიყავი იქ უკვე ასე თუ ისე AI თულები საკმარისად კარგად იყო განვითარებული რა და ეხლა თან ეგ ძალიან დიდი პლუსი მაქვს რომ თან რაღაც კურსორს ვიყენებ რაღაცა მაგალითად ფრონტენდის ასაწყობად რაღაცა პროექტის და უფრო ფან გახდა იმიტომ რომ მე შეგვიძლია წახვიდე და ეგ მართლა კაი ფიჩერები წერო რა Ethereum virtual machine-ია იდეაში ინტერპრეტერი არის რომელიც ასრულებინებს პროგრამებს smart contract-ების execution-ზე და პასუხობებს რა მე მაქვს კითხვა ანუ სანუ betting პლატფორმა თუ არის კრიპტო ჰაკათონი რო ტარდება ვინ მოიგებს თუ შეიძლება ამაზე ფული დადება დაუბეთოთ მე ჩემს არ დავდებდი იმიტომ რომ წელს ის მაქვს რა ქვია წელს ჩემი თავი დავიჭირე იმაში რომ რაღაც მომენტში სიხარბე დამემართა რა და ძალიან ბევრზე დავრეგისტრირდი რა და რეალურად არ მუშაობს ეგრე რა იმიტომ რომ ეხლა მაგალითად ერთი ჰაკათონი იყო რაც მამოთონი იყო სადაც ტრეკი იყო Twitter-ის კლონი უნდა აგეწყო რომელსაც ბლოკჩეინი ექნებოდა ბეიზად რა და მაგის პარალელურად კიდე ორ ჰაკათონზე დავრეგისტრირდი და ანუ ხდება აქ Twitter-ის კლონს იყო ხო ბლოკჩეინ ბეიზ YouTube Twitter-ის კლონს ვაწვავ მე ისინი არ გამოდის რა ანუ ფიზიკურად ვერ მიუხედავად იმისა რომ ასე AI აგენტებს აკეთებდნენ ყველაფერს და ასე შემდეგ მაინც არ გამოგდის იმიტომ რომ ფოკუსი გჭირდება ერთზე რა და ეხლა ვცხრილავ მაგას რომ ისე გავაკეთო რომ ერთდროულად ორზე მეტ ჰაკათონზე არ ვიყო ონლაინ რეჟიმში რა მინიმუმ ეგ ძალიან საინტერესო პოინტია აი Twitter-ის მაგალითს ვავიღოთ ანუ ჩემთვის როგორც ადამიანს რომელიც კრიპტოზე არსებობს უმუშავი აი Twitter-ი როგორ მუშაობს ხო გვაქვს რაღაც ძალიან ბევრი იუზერი გვაქვს დისტრიბუციული ბაზები გვაქვს რაღაც eventual consistency ივენთები და ამ შემდეგ და აი ამ არქიტექტურაში სადაც დისტრიბუციული სისტემებია ბაზები დაყოფილია რაღაც შარდება და ამ შემდეგ სად ანაცვლებს ბლოკჩეინი ანუ რა ნაწილს ჩაანაცვლა და ბლოკჩეინით რო ვაკეთებდა Twitter-ს რა ანუ data layers ამბობ data layers ზოგადად რა მთლიან აპლიკაციაში ყველაფერი მაინც HTTP პროტოკოლით იქნებოდა უბრალოდ ბაზის ნაცვლად გვექნებოდა ბლოკჩეინი რა yes აჰა და აი მაგალითად gets რაღაც news feed-ის დაფეჩვისოს ბლოკჩეინზე queries როგორ გავუშვებ ძალიან ნუბი კითხვა ჩემი ვერ გავუშვებ ანუ მაგას აკრას ვერ გავუშვებ და მაგისთვის იყენებ მე აკეთხარის ქეშირებას აჰა იმიტომ რომ თელი მუღამი მაგის ის კი არა რომ ის კონდეს რაღაცა სისტემა რომელიც Postgres-ს არ გამოიყენებს ანუ ეგ არ არის მუღამი რა მუღამი არის რომ კონდეს სისტემა სადაც მონაცემების კონსისტენსი და რაღაცა იმიტებილიტი ექნება ანუ ვერ შეცვლის ვერაფერს იმ მოდელში სადაც ბლოკჩეინს ვიყენებ მე ვებში რა და აქ რაღაცა ანუ ის canceling-ი და რაღაცა ვერ მოხდება შენი ხო ანუ რაღაცა დადმინების გამო yes აი რაღაცა მასკს არ მოიწონე და Twitter-დან გამოგაგდო ეგეთი რაღაც ვერ მოხდება რა ანუ Twitter-ი წაგიშალა რაღაც ეგეთი მაგრამ თავისი კლიენტიდან წაშალოს მე მაინტერესებს ახლა რახან ესე იგი უფრო ტექნიკურ რაღაცებზე დავიწყეთ საუბარი მაინც არის რა ქვია და დუდუ ის გახსნა უკვე ნოვური კითხვების ასე თქვა დაიწყო
ორი სიტყვით რო ვთქვათ, ეხლა ვინც გვისმენთ და ვისაც შეიძლება რომ კონდ შეკი გაიგებული, აი proof ესეთი ტერმინები ყავს თქო ყველას რა. Proof of stake და proof of work და proof of rame-ი. და ამას ყველას გაგვია რა Bitcoin proof of works იყენებს, ის proof of stake, Ethereum-ი, ხო ანუ განსხვავება რა არის ორი სიტყვით ეგრე რო გითხრა. და რატო არსებობს ორივე და რატო არსებობს მარტო ერთი? ეს გამგონი ის კითხვა არის ბრაუზერში რომ URL-ს ჩაწერე რა ხდება ეგეთი კითხვა. არც ისე. ეხლა ცოტა ადრიდან უნდა დავიწყოთ რომ მაგის მოყოლა ზოგადად ბლოკჩეინი როგორ მუშაობს რა. კი, როცა გაქვს დეცენტრალიზებული სისტემა, სადაც ყველას აქვს უფლება ტრანზაქციის ბროდკასტინგის, ანუ ყველას შეუძლია თქვას რომ ეს ტრანზაქცია შევასრულე. მაგ დროს გჭირდებიან შენ რაღაცა ტიპის ვალიდატორები, რომლებიც იტყვიან, რომ ეს ტრანზაქცია ნამდვილად შესრულდა, ნამდვილად სწორია და მოდი ეს ჩვენს რაღაცა საერთო ბაზას მივამატოთ. ანუ ბლოკჩეინი რეალურად ბაზა არის, რაღაც ლეჯერი არის, სადაც ბლოკებად დაყოფილი ტრანზაქციები აქვს. მეტი არაფერი არ ხდება მათ, ხო? ეხლა ვის აქვს ამ ბლოკის შექმნის უფლება? გადავდივართ შემდეგ კითხვაზე, ანუ ვიღაცას უნდა კონდეს იმისი authority, რომ მე შემიძლია თემს ბაზის ვერსიაში 1.11 ბლოკი შევქმნა, ამაში ჩავყარო ტრანზაქციები და თქვენ ყველამ დანარჩენებმა ჩემი ვერსია უნდა წაიღოთ ამ ბაზისით. ეხლა როგორ უნდა გადავწყვიტოთ ეგ პრობლემა, ანუ რა ხდება თუ მაგალითად ლევანი და გიორგი იძახიან რომ მეშვიდე ბლოკი უნდა იყოს რაღაცა ეს, ყველა ორივე ჩვენი ვერსიას ვიძახით და ორივე სხვადასხვა ვერსიას ვაწვევით, ანუ მე ვიძახი რომ ჩემს მეშვიდე ბლოკში ეს ტრანზაქციებია და გიორგი იძახის რომ არ არის ეგ მეშვიდე ბლოკი, ეს არის და ეს ტრანზაქციებია. ეხლა მაგის მოსაგვარებლად რა გადაწყვეტა ხონდა მაგალითად ბიტკოინის. ბიტკოინს ხონდა ესეთი გადაწყვეტილება, რომ ჩვენ გვექნება რაღაცა მაინერები, რაღაცა დივაისები, რომლებიც ეცდებიან რაღაცა კონკრეტული მათემატიკური ამოცანის ამოხსნას. ვინც დაასწრებს ამ ამოცანის ამოხსნას, იმას აქვს უფლება, რომ ბლოკი შექმნას. ანუ ეს არის პირველი რაც არის proof of work. და იმისთვის რომ შენ ეს ამოცანა ამოხსნა, უნდა იმუშაო, ან ამუშაო შენ დივაისი, რომელიც არც ისე იაფიჭდება უკვე. და შედეგად იღებ იმას, რომ by chance თუ დაასწრებს ხობს ამის ამოხსნას, ახალ ბლოკს შექმნის შენ. ეხლა რა მინუსი აქვს მაგას? პირველი ძალიან არაენერგოეფექტური არის და ძალიან ნელია. ანუ რაღაცა მომენტში შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ვერავინ ვერ ხსნის ამ ამოცანას, იმიტომ რომ ეგ ამოცანის ამოხსნა არ არის ამოხსნა, ეგ არის რაღაცა random ცდელობების brute force-ია ხო რაღაცა ის. რეალურად brute force-ია. მან ის პრობლემა არ შეიძლება იყოს, რომ ანუ ვისაც ყველა ანუ მან ლოგურად რო გავყვეთ, ანუ ვისაც ყველაზე მეტი კონფლიქტი ექნება, მაშინ ის ყოველთვის არ მოასწრებს ხოლმე და მან დაფიქრება მე რომ იკერძოებული იყოს სისტემა. კი, მაგის წინაშე ბევრჯერ იდგა ბიტკოინი და რაღაც მომენტში მაინინგ პული, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაინინგ პული დაიშალა, რომ ეგ პრობლემა ყოფილიყო რა. Silicon Valley და სვანეთი ებრძოდა ერთმანეთს თუ არა. ამ ბრძოლაში. ხო, ანუ proof of work ეგ მინუსებია, რომ ძალიან არაენერგოეფექტურია, ძალიან randomized დროებზე გაქვს საუბარი, იმიტომ რომ ან იპოვის იმ დროში, რომელიმე პული ამოხსნას ან ვერა. და მაგის გამო მე შეიძლება მოხდეს ისე, რომ რაღაც ბიტკოინის ერთი ტრანზაქციის ერთ confirmation-ს ველოდებით რაღაც საათ ნახევარ. რაც არის პრობლემა. მეორე მხარეს გვაქვს ესეთი მიდგომა, რომ ოკეი, მოდი ეს არაენერგოეფექტური პროცესი ჩავანაცვლოთ გაცილებით ეფექტური პროცესით, სადაც გვექნება ესეთი სისტემა, რომ ვიღაცა ტიპებს დავადებინებთ რაღაც ფულს, ანუ მაგალითად მე და გიორგის თუ გვინდა რომ ვიყოთ ბლოკ პროდიუსერები, ანუ ის ტიპები, ვინც ვალიდაციას აკეთებენ ტრანზაქციებს და ახალ ბლოკებს ქმნიან, მოდი ჩვენ გადავიხდით ახლა რაღაცა ფულს, ავიცი, $10,000 და ჩვენი წილების მიხედვით, ანუ მაგალითად ნიკას რო შემოვიდეს რაღაცა $20,000, რაღაცა ნიკა ორჯერ იქნება ახალი ბლოკის შექმნელი, ჩვენ ვიქნებით რაღაცა ორჯერ ნაკლებ ჯერ შევქმნით ბლოკს ვიდრე ნიკა.
ან რაღაც პროპორციულად შევქმნით ბლოკებს ჩვენი დადებული ფულის. რამეს თუ გავაფუჭებთ, ანუ თუ ვეცდებით რომ რაღაცა ისეთი ტრანზაქციები ჩავტენოთ ბლოკში, რომლებიც არავალიდურია, დავისლეშებით, ანუ დავისჯებით და მოგვაკლდება ის ფული, რომელიც ჩვენ საგარანტიოდ დავდეთ. ეგ არის მეორე ასე ვთქვათ მოცემულობა. და შედეგად ვიღებთ რას გვაქვს სისტემა, სადაც ვინ იქნება ვალიდატორი, ანუ ახალი ბლოკების შემქმნელი, განისაზღვრება იმით, ვინ რამდენი ფული დადო. და მაგის შედეგად იღებ უკვე იმას, რომ რეალურად ტიპები იღებენ ფინანსურ ვალდებულებას ქსელის მიმართ. იმდავენ ამ თავიანთ ძალზე, ეთერიუმი იქნება, სოლანა იქნება, ჰოსტეიქსზე ბევრი რაღაც მუშაობს. და შედეგად აღარ გვიწევს რაღაცა რენდომ ამოცანების ამოხსნა. ანუ უბრალოდ ვიღებთ ვისი რიგიც არის, ვიღებთ ტრანზაქციას მემორი ფულიდან და ვქმნით ახალ ბლოკს და უბრალოდ ხასეთ დანარჩენი. აი ეს განსხვავება არც მოკლედ გამოვიდა, მაგრამ ნუ რაღაცა შეიძლება პარალელი გაავლო ნიკა, აქედან ტრადიციული იმაზე. ხა შენ თუ გინდა რომ ტრადიციული ბარათების პროცესინგი შეგეძლოს, ასევე რაღაც დიდი ფულად ინვესტიციად ჩადო, რაღაც კომპლაიენსი აიღო და სერვერები იყიდო და ასე შემდეგ. და რაღაც პონჩი მაგის მსგავსი სისტემაც არის მაგ მხრივ რა. და ნუ რა თქმა უნდა ორიოს აქვს ტრეიდ-ოფები, მაგრამ ბევრი მათემატიკოსები და ვიღაცები მუშაობდნენ, რომ ხაიდა გაეწურათ მაქსიმუმ. ერთი კითხვა მეც ფაქტობრივად ამ ბლოკჩეინზე ვაპარაკობ. ნუ ერთი კი არა ძალიან ბევრი კითხვა მაქვს, მაგრამ ხო, მაგრამ ერთ დავსვამ ხა რომ აი თქვა ხა მომინდა მე ახალი ან ჩემი კონკრეტული ბლოკჩეინის აწყობა. ოღონდ აი ნოლიდან რა, რაღაცა პლატფორმები როგორც ვიცი არის რაღაც კოსმოსი და რაღაცები, რაც საშუალებას გვაძლევს რომ იმათზე დავაშენოთ რაღაც ბლოკჩეინი, მაგრამ აი თქვა ნოლიდან ვაწყობ ჩემს რა. აი როგორი სტეპები ჭირდება, ანუ ეს ვალიდატორების ალბათ შოვა მაგალითად, ანუ თქვენ უნდა გთხოვოთ friends and families, რომ მოდი ვალიდატორები იყავით თავიდან თუ ან community უნდა შეკრა, ანუ რეალურად ერთი დიდი მნიშვნელოვანი ცვლილება რაც ზოგადად კრიპტომ მოიტანა სამყაროში არის ის, რომ ძალიან ბევრი რაღაც გახადა community based. ანუ შენ თუ დღეს ფინანსური სისტემა გაქვს, სადაც საქართველოს და TBC-ს იმის მიხედვით ვირჩევ, რომელს უკეთესი 3% განაკვეთი აქვს, ეგრე არ მუშაობს კრიპტოში. კრიპტო არის community based რაღაცა, ანუ ყველა დიდ პროექტს აქვს თავისი ძალიან ერთგული community. ასე შენ ბლოკჩეინ შექმნას გადაწყვეტი და იწყე community-ის შენებით. ნუ მაგაზე პასუხი თან ეგეც ეკონომიკის პასუხი, უფრო რა კრიპტოსთან ვარ აკავშირში რა. მაგაზე პასუხი დაიწყება და ეს წარმოიდგინე გაქვს თონე. ტრადიციული. აღმოჩნდა რომ თონის ქონა არა მომგებიანია და რომელიმე სხვა თონესთან უნდა ვაპარტნიორდე. აჩო ზუგზავნით icon 101. იმას რა ქვია კოპლინგ. აი ბოლო კითხვას დავსვამ ჩემგან და მე მეტი კითხვა აღარ მექნება. აი თქვა ორი ჩეინი გვაქვს რა. და შეიძლება NFT-ზე უფრო მარტივად გამოჩნდეს ეს ჩემი მაგალითი. და რაღაც NFT მაქვს, რომელიც არის რაღაცა ბლოკჩეინს არსებობს. მე შემიძლია რომ ეს NFT, აი როგორც ეს NFT ავიღო და გადავიტანო საერთო სხვა ბლოკჩეინზე და იგივე ღირებულება დარჩეს ამ NFT-ს. ეგეთ რამე შეიძლება? ისე უბრალოდ გავყოფ მაგ კითხვას. პირველი რომ გადაიტანო, ესე მოკიდო ხელზე გადაიტანო, არ შეიძლება, მაგრამ ტექნიკურად ეგ ხდება როგორ. და არა მარტო NFT-ზე, ნებისმიერ ტოკენზე ხდება როგორ. გაქვს ეს ბლოკჩეინზე ტოკენი, ამავე ბლოკჩეინზე გაქვს რაღაცა bridge smart contract-ი, რომელსაც აძლევ ამ შენს ტოკენს და ეგ smart contract-ი ყინავს და თვითონ აქვს ownership-ი აღებული და მე გაქვს მეორე მხარეს მეორე ბლოკჩეინზე ასევე bridge smart contract-ი, რომელიც მოგცემს მეორე ბლოკჩეინზე wrapped tokens. ანუ რაღაცა შეხვევ ტოკენსა, wrapped ტოკენებს ვეძახით მაგას. და მაგის ვიღებ bridge-ები, რომლებიც ერთ ბლოკჩეინს მეორე ბლოკჩეინთან აკავშირებენ ზუსტად მაგისთვის, ანუ ერთი ბლოკჩეინი მეორე ბლოკჩეინზე აქტიურად გადასატანს. და მეორე ბლოკჩეინზე იღებ wrapped tokens. ღირებულებასაც შეეხება, ანუ შინაარსობრივად რაღაცა აქეთ ხარს თუ ერთი რაღაცა NFT ქონდა და მეორეზე წაიღე და იქ wrapped NFT გაქვს. ღირებულება იმ wrapped NFT-ს არის აქეთ ხარს რომ NFT დატოვე ეგ. ანუ
შინაარსი ის არის, რომ ის wrapped ტოკენი შეგვიძლია გადაცვალო original ტოკენში. ანუ კიდე შევუკეთ მაგალითი იყოს, რომ არა ეგ შენას წამბობ იგივეა, რაც 1000 UST რო გაქვს და გინდა $1000 იყიდო. ანუ არაფერი განსხვავება არ არის, ანუ რა რისკებიც გაქვს, როცა 1000 UST გაქვს on-chain და ვიღაცამ გინდა რომ $1000 ჩაგირიცხოს TBC-ზე რა. ანუ TBC ხო შეიძლება რაღაც centralized ბანკია, მაგრამ chain-ებს შორის რო აიღო კომუნიკაცია, chain-ებისთვის ერთმანეთი ასევე, ანუ ვიღაც უცხო სხეულები არიან. კოსმოსი სხვა თემაა კიდე. კოსმოსი IBC relay-ი აქვს უბრალოდ ეგ bridge-ების დიდი სისტემა აშენეს თავიდან და კოსმოს layer-ზე კოსმოსის გავლით უბრალოდ relay-ს აკეთებს მაგ ტრანზაქციების. თორე რეალურად ერთადერთი blockchain-ი, რომელზეც გარე სამყაროსთან კავშირი გაქვს და ისიც ძალიან შეზღუდული ფორმით არის ICP, Internet Computer-ის, სადაც შეიძლება remote call-ები აკეთო. სხვა ხრივ blockchain-ი ასულად დახურული სისტემა არის, რასაც თავის მიზეზი აქვს, ანუ შენ გარე სამყაროსთან თუ გაქვს ურთიერთობა, ეგ ნიშნავს იმას, რომ შენ გარე სამყაროდან იღებ რაღაც სვლადებს. მაგალითად API call თუ გააკეთე smart contract-დან პასუხი ხო მიიღე რაღაცა და მე რაღაცები გააკეთე. Blockchain-ს აქვს ეგეთი თვისება, რომ ტრანზაქციები პირველი ტრანზაქციიდან მიმდინარე ბოლო ტრანზაქციამდე replay გააკეთო, ზუსტად იგივე მდგომარეობა უნდა მიიღო blockchain-ის. და შენ თუ სადმე API call-ები გაქვს ჩატენილი შუაში, იგივე მდგომარეობას ვეღარ მიიღებ, რა. ეგ ხურავს blockchain-ის მთლიანად. რომ გარე ინტერაქცია ვერ გაქვს. ალბათ ყველაზე ხშირი ეგეთ დავრაპული, ანუ გაბრიჯული რაღაც შეიძლება არის თქვა Bitcoin-ი რა, ანუ მაგალითად Ethereum-ის ქსელში chain-ზე შეგიძლია იყიდო Bitcoin-ი, მაგრამ რეალურად Bitcoin-ი მარტო Bitcoin network-ში არსებობს, ხო? როგორც ეს ხდება, არის რომ ვიღაცა ტიპი centralized guy ადგა და თქვა რომ ოკეი, მე ვიყიდე, ხა მაქვს 100 Bitcoin, ჩემ 100 Bitcoin-ს ავიღებ და Ethereum-ზე შევქნი 100 ჩემს tokens რა, ანუ დავარქვი wrapped Bitcoin-ი, მაგრამ შემეძლო დამერქვა 100 ცალი Georgi token. და ხალხი მენდობა რომ at some point აი ეს ჩემი ტოკენი რო აქვს, მე გადავუცვლი უკან Bitcoin-ში. შეიძლება მე მოვატყუო თეორიულად, არ გადავუცვალო. ანუ ბაგი მქონდა smart contract-ში, ან მილიონი რაღაცა, მაგრამ ან რეალურად chain-ებს შორის კომუნიკაცია basically იგივე რაც ვიღაც P2P trading-ი რა. ესე ანუ საინტერესოა რომ მე kinda მაშინ წინა hype-ი როცა იყო კრიპტოსი რა. მაშინ ვეჯექი და ასე თუ ისე ინფორმირებული ვარ, მაგრამ მაინტერესებს ახლა ჩვენ community-ში ხალხი ამდენად არის ამას და გვიწერეთ რომ ან თუ გაინტერესებთ უფრო ღრმა ეს kinda DeFi-ში უფრო გადის ალბათ რა, აი კრიპტოს რომ ხალხი უფრო just აი ვიყიდე, გავყიდე, გადავიხადე ეგეთ რაღაცების გულისხმობს რა და სინამდვილეში DeFi უფრო დიდი და საინტერესო თემა არის, ვიდრე ეს ვიყიდე, გავყიდე თემები რა. სინამდვილეში DeFi-ში უფრო ფან რაღაცები ხდება. მე ის გვინდა ხა რა ერთი მინიმუმ ერთი რაღაც clickbait-ი კითხვა გვინდა რომ აი ავა Bitcoin. clickbait არა, მე ზოგადად ეს რაღაც Bitcoin-ის ბლოკი შექმნა. ხო უნდა მოიხსნას ეს პრობლემა და რა კითხვა მაქვს რა, აი ორ სხვადასხვა ფული არსებობს, რომელიც მუშაობს ამ პრობლემაზე და ერთდროულად რო ამოხსნან რა. ანუ ერთ ვრაიც ეს Bitcoin-ის blockchain-ი როგორ უზრუნველყოფს. მან არის ესეთი რაღაც შენ სწორი ვერსია ქსელის არ გაგაჩნია. ანუ შენ გაქვს რაღაც ბევრი ვერსიები blockchain-ის და blockchain-ის soft-ი არის და ეს ზოგადად კონსენსუსის პრინციპი არის ის, რომ ის მხარე, რომელიც უფრო გრძელ ვერსიას დააბროუდკასტებს chain-ისას, არის სწორი. ანუ ესეთი თეორიული სიტუაცია longest chain რომელსაც არის. იმის ალბათობა, რომ ორმა პულმა პარალელურ რეჟიმში დიდი ხნის განმავლობაში აბროუდკასტოს ზუსტად ერთი სიგრძის chain-ები არის ძალიან პრაქტიკულად გამორიცხული ამბავი არის ეგ. თუ მოახერხებენ მაგას დიდი ხნის განმავლობაში, მე გვექნება რაღაცა fork-ი, სადაც გვექნება ორი ქსელი. არა, თეორიულად რესურსები რა, ანუ
ჩემთვის მე თავის დროზე რო ჩავუჯექი, ორი რესურსი მქონდა, რომელთაც აი ყველაზე მეტი რაღაცა გამოგებინა. ერთი იყო ნუ არც ერთ სახელი არ მახსოვს, ახლა ისე ვთქვა რა. ლევან თუ შენ თქვი და ანამდე მოვუძებნე შენ თუ გვაქვს. შენ მახსოვს რაღაც ვიდეო გედო YouTube-ზე, ადრე მახსოვს უყურე, ახლა ვეძებდი და ვეღარ ვიპოვე, ანუ რაღაც cryptography 101 or something like that. აუ, მე დროიგ და ვიდეო საკუთი არ იმიტომ მე ვაპირებდი რაღაც პერიოდი პოდკასტისაც რაღაცა საინფორმაციო ვიდეოების კეთებას ვაპირებდი უბრალოდ და ვიფიქრე ამას ოდახანი ჩავაჩოჩებ რაღაცა მარტივებით დავიწყებ და მე როგორც ხდება ხოლმე ისე მოხდა. ეცა არ აღმოჩნდა მარტივი ამბავი მაგის დაწყება. საინტერესო საწავლა ეგ ვიდეო. ისე blockchain mastering bitcoin არის ეგეთ წიგნია ერთი. ავტორი არ ვიცი, მაგრამ ჩავაგდებ description-ში, კაი წიგნია უფრო ანუ ტექნიკურ ხარისით ჩადის, ანუ თვითონ wallet-ები როგორ მუშაობს და ამ შემდეგ და მეორე არის YouTube-ის playlist-ი MIT-ის კურსვერიდან არის ეგეთი Gary Gensler-ი არის ერთი ტიპი, რომელიც დაჟე იმაში რა ქვია US SEC-ში მუშაობდა რა კრიპტოტიპის არევასებად. ანუ most hated man არის მე მგონი იმაში რა მაგარი კურსია სამყაროში. ეგრევე მაგასაც ჩავაგდებ. ავ ისე ინტერესებს. პირველ რიგში დუდუ დააჩვენ. ჩაუჯექით. აუ და ერთი კარგი რესურსი არის კიდე ის რა ქვია. X რესურსი ხოდა იქ რა ქვია Lex Friedman-ს ადრე ყავდა John Carmack-ი რო არის. game dev-ი რო არის მაგარი ტიპი და მე ვაზრობდა რომ the genius of Andrei Karpatidze ბაზრობდა და Andrei Karpatidze აქ ერთი blog post-ი Python-ით ნოლიდან ესე კონცეპტუალურად დაიმპლემენტირებს იმას რა ქვია Bitcoin-ის analogs რაღაცეებს გავს და მაგ blog-საც link-ად description-ში Karpati? blog post-ი. კი, Karpatis-ის რა ქვია blog post-ია. Karpati implementებს blockchain. Okay. Yes, და ანუ მაგის Karmaki მაგას ამბობდა, რომ ანუ მან შეგვჩნია პირველ რამხელა პოტენციალი ქონდა ახსნისო რა ამ ტიპს იმდენად ინტუიტიურად და კარგად ხსნისო რა. მაგასაც ლინკი მასში ჩავაგდო. და ლევანმაც ჩააგდო YouTube-ის ლინკი, ანუ გვეშველა. ეგის მაგასაც ჩავაგდო. ეგის არის რა ქვია, cryptography 101. მაგასაც და ესე რადგან ეხლა კრიპტოს სწავლაზე და blockchain-ის სწავლაზე საუბრობთ, ანუ საქართველოში როგორ სიტუაციაა ზოგადად blockchain ინჟინერების მიხედვით, მე რაღაც კრიპტო ჯგუფებში ვარ, სადაც ძირითადად ყიდვა-გაყიდვის თემაა და აუძმაო $100 დაიკლო ფასი თემები მიდის. უფრო ინჟინერული საუბრები ძირად არ შემხვედრია რა და თუ არიან ეს blockchain ინჟინერები საქართველოში და როგორ სიტუაციაა მაგალითად. ეს არიან, იმიტომ რომ მინიმუმ 17 ლიცენზირებული WASP-ი ყავს ქვეყანაში და ალბათ დეველოპერები ყავთ. სიახლოვებით ხალხს ადგილობრივ development community-სთან მე პირადად კვეთა დიდი ხანი არ მაქვს, იმიტომ რომ outsource-ზე მუშაობ ძირითადად და თუ მუშაობ ის გარეთ ხდება ეს ამბავი. მაგრამ წესით უნდა ყავდეს, მაგრამ მან ერთი DJ-ი მაქვს, რომ სანამ კრიპტო blockchain developerები სანამ მოიხოდებოდნენ AI წამოიწიათ და უფრო AI-სკენ გადაიხრებიან ახლა ვიდრე blockchain-ის მიაწვევიან. მეორე ამბავი ის არის მან რომ ზოგადად blockchain development-ზე მოთხოვნა დაყვება როგორც წესი market condition-ებს რა. ანუ ბაზარი თუ რაღაცა bearish market-ი თუ აქვს და ფასები დაბლა მიდის და რაღაცა ბრეჟნევის ეპოქა თუ არის კრიპტოში, მაგ დროს დეველოპერებზე მოთხოვნა მაინდა-მაინც მაღალი არ არის. მაგრამ მეორე არის რომ მეორე ნაწილია მაგისი რომ როგორც ფასები ზევით იწყებს წასვლას, ეგრევე აქტიურდებიან ინვესტორები, რომლებიც ეძებენ პროექტებს, რაც თავის მხრივ ნიშნავს იმას, რომ კრიპტო პროექტები ცდილობენ რომ რაღაც ბევრი დეველოპერი დაიწვიოს საინაღაც და რაღაცა სწრაფად თანამ დროავთ, მაშინ აწვენ ფული. ბაზარს დაყვება დეველოპერები, კრიპტო blockchain დეველოპერები მოთხოვნა რა.
ეხლა ისეთ პერიოდში ვართ, რომ ძალიან მაღალი მოთხოვნა არის. ანუ მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ერთი შეხედვით რაღაც ბამფი როუდია და ადის ჩადის რაღაც გაურკვევლობა არის ბაზარზე და არა მარტო კრიპტო სამყაროში, ან ზოგადად ეკონომიკაში არის გაურკვევლობა. stock markets რო შეხედო იქაც მაინც არ ვიცის არავის. ხო, ანუ მაგის მიუხედავად საკმაოდ ბევრი რაღაცა პროექტია, რომელიც დეველოპერებს ეძებს. მან ერთი მინუსი ის არის, რომ საქართველოში არ გვაქვს პროექტები, რომლებსაც ეყოლებოდათ ბევრი დეველოპერი. ანუ საქართველოში არ გაქვს ადგილობრივი კრიპტო პროექტები, რაც იმითია განპირობებული, რომ პირველ რიგში რაღაცა სულელური რეგულაციები გაქვს და მეორე ბაზარი არის საკმაოდ მომწიფებელი. და ეს დეველოპერები აქ რო ვერ იზრდებიან და რაღაცა პატარა შეცდომებზე რო ვერ სწავლობენ, რაღაცა გლობალურ ბაზარზე გასვლა უჭირთ მერე რა. თორემ კიდე ცალკე პოდკასტის თემა არის მგონი, საერთოდ დეველოპმენტში და ტექში სად ვართ ქვეყანა, იმიტომ რომ თქვენ აკაუნტ ახლა ხალხს არ ვართ. უეძებ იქნებ ვიღაცა შეგიხმიანოს კონსოლში. კონსოლი არის 5-man company. 5-man army უხდება მაგას. 5-man army, საიდანაც 5 minutes არა, ამერმონ. ეხლა 3-man army არის ხოლმე, ხან 4-man army არის ხოლმე, ანუ ხო კონსოლზე გადავწყვიტეთ, რომ უფრო ისეთ მიმართულებით წავიდეთ, რომ სტარტაპ სპირიტი გქონდეს რა. ახლა მაგალითად უფრო დიდ დიდ მინიმუმ კონკურენტებზე რომ ვისაუბროთ, რაც 20 და 30 პლუს დეველოპერი თიმები ყავთ, ამ ჩემთვის გაურკვეველი მიზეზების გამო. არა, არ ვიცი რამდენად hiring mode-ში არიან, ეგ არ ვიცი. ერთი კაი რაც შეგვიძლია ვინმეს ურჩიო რაღაცა დეველოპმენტის მიმართულებით თუ უნდა ბლოკჩეინის მიმართულებით, ბუტკემპები გაიარონ, იმიტომ რომ ეგ არის ყველაზე სწრაფი გზა იმისთვის, რომ მინიმუმ ბლოკჩეინის სამყაროში არის ყველაზე სწრაფი გზა იმისთვის, რომ რაღაც საბაზისო ცოდნა ძალიან სწრაფ რეჟიმში აიღო და მე რადგან მართლა ჰაკათონებს ჩაუჯდნენ რა, იმიტომ რომ რაღაცა მე მაგალითად რაღაც გამოცდილებაც მქონდა on-site ჰაკათონებიდანაც და online ჰაკათონებიდანაც ისეთ კონტაქტებს იჩენ, რომლებიც მე ბევრ რაღაცაში გამოგადგება რა. ანუ მიუხედავად იმისა, რომ მოიგებ ჰაკათონს, არ მოიგებ ჰაკათონს, თუ მოიგებ მით უმეტეს, მაგრამ მაინც მოიგებ. ხო, ანუ მაინც მოიგებ, თუ ვერ მოიგებ, მაინც მოიგებ, ეგაა თემა რა, იმიტომ რომ ვიღაცა ეხლა მაგალითად დუბაიში ვიყავი, სანამ ტაივანში წავედით რამდენიმე დღე, იქ ჰაკათონზე ვერაფერი ვერ ვქენი დიდად, იმიტომ რომ საერთოდ ავწდი მოლოდინის სხვა ტრეკებზე მქონდა და საერთოდ სხვა რამე დამხვდა, მაგრამ გავიცანი ტიპები, რომლებთან ერთადაც ეხლა რაღაცა პროექტს ვაკეთებ რა. ანუ რაღაცა რო გავაკეთე ჩემი უნივერსიტეტი რო გავაკეთე და ძალიან ასწენი რო ვიყავი, უცებ ვიღაცა ტიპები ისხდნენ რაღაცა ჟიგურში იყვნენ მე მგონი, რომლებიც მოვიდნენ და რაღაცა საკონტაქტო გავცვალეთ და რა შაბათს მაქვს მაგალითად რაღაცა შემდეგი კეჩაპი მაგალითად რომ ოკეი. ცოტა კლიკბეიტური კითხვით დავასრულოთ რა. ანუ შენ გიყურებდი Facebook-ზე პოსტავდი, როგორ იყენებ agent-ებს რა და შენი აზრით, ანუ ზოგადად developments ჩაანაცვლებს თუ არა? დრამატული. ზოგადად მაგ თემაზეც გითხარი შენი აზრი რა. ჩაანაცვლებს თუ არა AI? არა, ეხლა white coding-საც ეძახიან რა დღეს, რაღაც AI generated პროდუქტებით რომ
ბაზარზე გადიან და რაღაც ბევრი რაღაც მიღწევის იმედი რო აქვთ რა. ანუ AI ჩაგანაცვლებს იქამდე სანამ პრობლემა არ შეგექმნება. ანუ პრობლემა რო შეგექმნება, ანუ ისეთი პრობლემა, რომელიც შენ თვითონ არ იცი რის გამო ხდება, ანუ სადამდე შეიძლება აკეთო პროდუქტი, ისე რომ არ იცოდე რა ხდება კოდში. მოდი აი ესე შევხედოთ კითხვას. ანუ თუ იმხელა პროდუქტს აკეთებ, რომ რაღაც კოდში რა ხდება არ იცი და უცებ რაღაცა მოხდა, AI მაგ პრობლემას ვერ დაგიიდენტიფიცირებს, იმიტომ რომ ვერ აუხსნი წესიერად რა ხდება. ანუ მთელი შინაარსი ხო ის არის ამ რაღაც AI თულების და აგენტების რო რაღაცას რო ეტყვი, იკეთებს შესაბამის აუთპუტს გაძლევს. ანუ შენ თუ არასწორ რაღაცას ეტყვი, მოგცემს არასწორ აუთპუტს და უფრო გაგიფუჭებს საქმეს რა. ხო, მე რო აგენტებს ვიყენებ, ჩემი და აგენტების ურთიერთობა არის, რომ აგენტები მიწერენ task-ებს, უზრუნველყოფენ თავიანთ თავს უწერენ task-ებს, მერე მიყვებიან ამ task-ებს და მიწერენ რო შეასრულებენ, მერე მიწერენ implementation reviews და მერე მიკეთებენ PR-ს, ან მე ვაკეთებინებ PR-ს, ან თვითონ მიკეთებს PR-ს, რომელსაც მე ვუყურებ მერე. ანუ ის რომ AI-მ გამიკეთოს რაღაცა და მე ესე ვიჯდე და არ ვიცოდე პროექტში რა ხდება, ეგ არ არის სწორი არც ერთ ლეველზე რა. ანუ არიან ტიპები, ვინც 3D თამაშებს აკეთებენ. Twitter-ს რო გადახედო, იქ რაღაც თვითმფრინავებით დაფრინავენ რაღაცა და მე დღეს შემოხდა რაღაც ტიპის თვითი რომ რაღაცა 4000 ხაზიანი ერთი TypeScript ფაილი აქვს. AI-ის მიერ გენერირებული, რომელიც სადღაც გაჭედავს, ანუ განსაკუთრებით იმ მოცემულობაში რომ ფიჩერებს ამატებ, გაიჭედები სადღაც რა, იმიტომ რომ მაგხელა input-ს ვერც ერთი აგენტი ვერ დაგიმუშავებს, იმიტომ რომ უბრალოდ არა მაგხელა input-ის დამუშავების პონტი. დიდ პროექტებს ისედაც ვერ დაამუშავებს, ვერც კურსორი დაამუშავებს და ვერაფერი ვერ დაამუშავებს, სანამ არ გექნება უფრო ძლიერი AI ვიდრე დღეს. შესაბამისად ხო რა, ჩანაცვლებით მე არ მგონია რომ ჩამანაცვლებს, უფრო ჯენერალისტი გავხდები ვიდრე რაღაცა დეველოპერი ვარ, იმიტომ რომ ეხლა მე შემიძლია ვაკეთო პროდუქტი from scratch to launch და AI მეხმარება იმ ნაწილებში, რაც მე არ მესმის რა, მაგალითად არ მესმის მარკეტინგი. ან ისე არ მესმის მარკეტინგი, როგორც კარგ მარკეტინგის სპეციალისტს. ან არ მესმის შეიძლება რაღაცა პროდუქტი არ მესმის, პროდუქტის მხარეს რაღაცას ვერ ვითვალისწინებ. ან მას რაღაცებში ჩამანაცვლებს და ჩამანაცვლებს კი არა სხვას უფრო ჩაანაცვლებს ვიდრე მე, იმიტომ რომ მე მივსებს მაგ როლებს და ახლა გამახსენდა გიორგი რომ პოსტს იკითხა და მან ერთ-ერთი კომენტარი იყო რომ რაღაც product owner და business owner-ი მეუბნებოდა რომ გუშინ წინ კოდი დავწერე და მაგის გამო დეველოპერები ხართ შარში. ანუ მე კი არ ვარ შარში, შარში არის business owner-ი, რომელმაც კოდის წერა დაიწყო, იმედით რომ ისმის რას აკეთებს. ურა კაი. მან ძალიან კაი მომენტია, მე აი კოდი დავწერე, ნახე და localhost-ის links რო გიგზავნის, რომ აი შემოდი ნახე ჩემი კოდი. ну მაგასაც ეგ ხო ცალკე ამბავია, მაგრამ ანუ იმაზე რომ იდგება საქმე, ანუ მე მან ვხედავ ზუსტად თელ მაგ შინაარსში რომ დეველოპერებს ჩაგვაცვლებს, დეველოპერს კი არ ჩაგვანაცვლებს, დანარჩენ რაღაცებს ჩაუნაცვლებს დეველოპერებს, ანუ აქამდე თუ მე ბიზნესის დაწყება მინდოდა, სტარტაპის დაწყება მინდოდა და დამჭირდებოდა ფრონტ-ენდ დეველოპერი, დიზაინერი, იქ რაღაცა მარკეტინგ მენეჯერი და არც კიდე რაღაცა პროდუქტ ოუნერი და ასე შემდეგ. დღეს მე თუ მაქვს იდეა და მაქვს დეველოპმენტის ის გამოცდილება, როგორც დღეს მაქვს, არც მე მაგალითად. აგენტებს ვაკეთებინებ ყველა საქმეს. ანუ one man startups ვაკეთებ და არა რაღაცა 5 man startups რა, ეგ არის განსხვავება. მეორეს რო შეხედო კიდე რაღაცა დეველოპმენტების და product owner-ების ან project manager-ების
ანალიტიკური სკილები რო შევადაროთ ერთმანეთს, მე მგონია რომ დეველოპერები მოიგებენ მაგ შედარებაში. და მე მანდ კითხვა არის მართლა ვის ანაცვლებს AI რა? ანუ დეველოპერს თუ იმის საშუალებას მისცემ რომ project manager-ის გარეშე გააკეთოს რაღაცა საქმე. მე მგონი project manager-ის ნაცვლება მანდ რა. და დღეს მოცემულობა ეგ გვაქვს რეალურად რომ რავი კურსორს რო უთხრა რომ აი ამ ამოცან რაღაცა Twitter-ის კლონის აწყობა მინდა და ეხა task-ები დამიწერე. იდეალურ task list-ს დაგიწერს, ანუ ისე task list-ს დაგიწერს რომ არაფერი არ ექნება არსად გამაზული და გაცილებით დალაგებული იქნება ვიდრე ბევრი project manager-ის მიერ დაწერილი requirement-ებია. მე მგონი ის მიხვდა და მაგითო დაიწყო კოდის წერა კურსორით. მაგას ის ადამიანი მან ერთი ხო და აი გარე რა თემა ანუ მან ხო ის ეგეთი დაჯახება გამოდის რა რომ აქეთ დეველოპერები დავიწყებთ გამოყენებას project management-ში და იმ ნაწილებში რაც გვაკლია და მეორე მხარეს რაღაც პირობითად project manager-ები და product owner-ები დაიწყებენ კოდის საწერად გამოყენებას და მე კითხვა არის სად უფრო კრიტიკულია შეცდომის დაშვება. ანუ კურსორი თუ იმაში გაიჭედება ან რაღაცა ნებისმიერი AI tool-ი თუ იმაში გაიჭედება რომ რაღაცა სწორ მარკეტინგულ კამპანიას ვერ დამაგეგმინებს, ოკეი, ცოტა ფულს დავკარგავ ალბათ, ან არაეფექტური კამპანია მექნება, რაღაც ეგეთი მოხდება რა. ბოლო-ბოლო გამოვასწორებ აქ შეცდომას, მაგრამ product owner-ი რო კოდის წერას დაიწყებს და გაიჭედება სადღაც ეგ ნიშნავს იმას, რომ ტყუილად აკეთა რაღაცეები საერთოდ, იმიტომ რომ იმის გამოსწორების შანსი არ ექნება. რაღაცა ვერ დაასკეილებს ყოველ შემთხვევაში მაგ მოდელს რა, მაგის დასკეილება თუ გინდა, მე რომ წახვიდე დეველოპერი უნდა იპოვო. და დეველოპერს კიდე ვეღარ პოულობ, იმიტომ რომ იმ დეველოპერმა წავიდა და თავისი სტარტაპი მოხდა კურსორთან და რაღაცა AI tool-ებთან ერთად. ასე რომ მე მგონი კი არ ჩაგანაცვლებს უბრალოდ უფრო ეფექტურებს უფრო ეფექტურებად გვაქცევს რა. ანუ მე ჩემ მაგალითზე ვიცი რომ უფრო ეფექტური ტიპი გამხადა ვიდრე ვიყავი. ანუ შედარებაც კი არ არის. ანუ ეხლა შემიძლია სამ პროექტზე ვიმუშაო ერთდროულად ისე რომ რაღაცა არ გადავიწვა. რა მე მგონი ანუ ბევრი ანუ ზოგადად გამოცდილი იყო ისე. ანუ გამოცდილი ინჟინერების ნაწილი იზიარებს ამას აზრს რა. ანუ ყველა ისე კარგად არ იყენებს რა. ეხლა მარტო კურსორით არის უმეტესობა შეზღუდული ან რაღაც კონკრეტული software-ით რომელშიც არის უკვე ჩადებული AI agent-ები. ესე რაღაც broad დაშლა აგენტების გამოყენება როგორ შეიძლება day to day job-ის შესამცირებლად ძალიან საინტერესოა. მეც ესე ეხლა მივხვდი რომ ისე კარგად არ ვიყენებ როგორ შემიძლია გამოვიყენო რა. თა კარგი ის არის რომ რაც უფრო წინ მიდის იდეაში პირობითად რაღაცა AI tooling-ი რაც უკეთესი ხდება, რაც უფრო მეტ რაღაცაზე გადავაწყობთ, ჩემი მეგობარი იძახდა იმის სიტყვას გავესესხები, რაც უფრო მეტ ჩვენ ცხოვრების რაც უფრო მეტ ასპექტს გადავიტანთ AI-ზე და AI აგენტებზე, უფრო და უფრო დაიხვეწება ჩვენგან დამოუკიდებლად ეგ ასპექტები რა, იმიტომ რომ პირობითად ჩვენ თუ project management-ისთვის დაიწყებ რაღაც workflow-ებს აწყობ აგენტები. რაღაც ახალი მოდელი გამოვა, არ ვიცი, Sonnet 3 და 9, რომელიც უფრო კარგი შესაძლებლობებით იქნება და შენი project management workflow გახდება უკეთესი. იგივეა რაღაცა დიზაინის რაღაცა user interface-ის ასაწყობია რაღაცა ავტომატური ტესტინგის workflow-ები რაღაც ეხლა თან უფრო ფან არის რომ ეს რაღაც MCP სერვერები იხოდება და რაღაც დიდი ბუმია, რაც specific task-ებს გიაუტომატურებს ან უბრალოდ specific task-ებისთვის კონტექსტებს რაღაც გიერთებს შენს მოდელებში, რაც იდეაში მთლიანად გაძლევს საშუალებას, რომ შენ აკეთო ის რაც შენ გისწორდება, ანუ მაგალითად რაღაცა ძალიან სპეციფიური რაღაცები დაიმპლემენტო შენ პროექტში და დანარჩენი გააკეთებინო AI-ს რა.
რაღაცა ამას შეგვიძლია MCP ელში სერვერები ერთი ვინც არხმაც მოხდა ეხა ახალ აპდეიტში კი როგორც რა ჩაშენებულია პირდაპირ კი და ის სხვა შესეგნო დაუჩეკო იმიტომ რომ მე მგონი ხა რაღაცა ვებ პრევიუებიც დაამატეს ბოლო აპდეიტში და ანუ გახსენდი რომ გაქვს ფანჯარა თან მარცხნივ პრევიუ გაქვს და თან რომელიმე divs-ზე თუ დააკლიკავ იქ კონტექსტს უკვე გადაცემს ის AI agents და პირდაპირ ეტყვი რომ აი აქ რაღაც პრობლემაა და საკაიფო თულინგი დაამატეს worse ანუ ღირს ნახვა რა ჯერ მეც არ მიცდე უბრალოდ დემო ვნახე მეც ეგრე ვარ ზუსტად ეხლა რომ რაღაც დემო ვნახე და რაღაც ხელები მეკავება რომ შევადარო რა ხდება იმიტომ რომ სილაინმა გუშინ კიდე რაღაცა გამოაგორა YouTube-ზე შემოხვდა რაღაცა ფან პოსტი ну კურსორმა გააკეთა უკვე ეს აგენტების აპდეიტი ეხლა ანუ AI თულინგშიც რაღაცა ისეთი კონკურენცია აქვს როგორც ჩინეთი ამერიკას რა და ძალიან მაგარია ეგ საბოლოო ჯამში მოგებულები შევრჩებით მაგით. პატარა ფლაგი აქვს, რომ ეს WinSurf update-ი გავიგე ჩვენი Discord-დან, ჩვენი community Discord-დან იქ ჩალინკეს, სადაც ლევანიც არის და ხალხო დაემატეთ თუ გინდათ ესეთი საინტერესო ხალხი გაიცნოთ და იქ განვიხილოთ ხოლმე ესეთი თემები. დიდი მადლობა ლევანს. ესეთი მაგარია. მადლობა ლევანს, იყიდეთ შეთხოვინები, თუ მარტო front-end და CRUD endpoint developer-ი ვიხართ, მაშინ არ ვიცი დაარჩენები. We're gonna be probably fine. Gonna make it და აჩო გათიშე. აჩო. ძალიან დიდი მადლობა ლევანს. ძალიან საინტერესოა. ბრავო ნამდვილად. მადლობა პირიქით. მადლობა თქვენ.